მოგესალმებით ჩვენი ეკომეგობრული პოდკასტიდან, რომელსაც წარმოგიდგენთ სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ი და მე მისი წამყვანი ნინო ბარჯაძე. დღეს ვსაუბრობთ ისეთ პრობლემაზე, რაც არამხოლოდ ეკოლოგიას აზიანებს, არამედ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობასაც, ასე ვიტყოდი. მე პირადად ამის გამო ხანდახან ქუჩაში გამოსვლაც კი არ მინდა ხოლმე. და ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, უფრო სწორედ მათი სიმრავლე და განსაკუთრებით თბილისში. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს, მეულუდ მელაძე და გიორგი ჯიქია. მსახიობი, რომელიც დღეს ცოტა უცნაური სტატუსით ყავს მოწვეული, უმანქანო ადამიანი, ასე ვთქვათ. ამ მიზნით მოვიწვიეთ, რომ გაგვიზიაროს საერთოდ როგორი პრობლემები გვექმნება, ქვეითებს და მანქანით არამოსარგებლე ადამიანებს თბილისში. და ჩემი არ იყოს ვიცი რომ მართვის მოწმობაც კი არ გაქვს და არ მაქვს ნამდვილად. ხო, ხანდახან მეუბნებიან ხოლმე რომ აი იმიტომ არ ზიხარ საჭესთან და ამ დროს პირიქით არის, ხო? აი შენ შემთხვევაში ხა ძალიან რო გინდოდეს საჭესთან შედება, ალბათ აიღებდი მართვის მოწმობას, აი რატო? ავიღებდი, დავიწყოთ იქიდან რომ როცა დრო იყო მაშინ ჯერ კიდევ როცა ისე ხდებოდა რომ შევარდნაძის დროს რომ შეეძლოთ რომ ეჩუქებინათ მართვის მოწმობა ან დაბადების დღეზე მამის მეგობარს არ მეყიდა. როგორც იყო ხოლმე, ნუ მაშინ არ მიყიდეს. არც მე არ მიყიდია. ზოგადად არ ვიყავი ძალიან დაინტერესებული მანქანით, ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით. მაგრამ ნუ მე ნელ-ნელა გახდა საჭიროება მანქანის, ხო? ხედავთ რომ საჭიროა. თუმცა როცა ამის საჭიროება დადგა და მომინდა რომ მართვის მოწმობა ამეღო, კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ გამომდინარე აი რაც დღეს ფსიქოლოგიური მდგომარეობაა საქართველოში ყველა რომ დასტრესილები ვართ, ხო? და შეიძლება მიმტყუნოს ამ შემთხვევაში ნერვებმა ხელასასწრებია და ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ არ ამეღო მართვის მოწმობა, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა შემთხვევები მეუღლეს ყავს მანქანა ის საცობში აღმოჩენილა ჩემთან ერთად და მე გადავსულ მანქანიდან იმდენად სტრესში ჩავარდნილ ვარ. ამიტომ მირჩევნი არ მქონდეს და დაცლილი ვიყო ამისგან ბოლომდე რა. ხო, მარტო საცობშიც არა, რაღაცა ისეთი გიჟური მოძრაობაა ხოლმე. კი, ანუ ეს რა ქვია, სიგნალები, შეძახილი, ამოძახილი, სრული ქაოსი, ანუ შეიძლება შოკში ჩავარდე. ნუ ესეც ალბათ ნერვებზეა დამოკიდებული, თუმცა რაც არ უნდა ძლიერი ნერვები გქონდეს, ამ ყველაფერს ძნელია გაუძლო. ამიტომ ვარჩი ესე რომ საერთოდ არ ამეღო მართვის მოწმობა. იცი რა, შეიძლება ჩავერთო? კი ბატონო. ნახეთ. ანუ თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე ვიტყვი ერთ რაღაცას, ერთი რომ თქვით რომ საჭიროება საჭიროება ნამდვილად და ანუ ესეც არის, გინდა არ გინდა, იმიტომ რომ ესეთი მოწყობის არის ზოგადად მთლიან პლანეტად და მithumetes ჩვენი ლოკალური სივრცე, ანუ თბილისი ისე არის მოწყობილი, რომ ტრანსპორტის გარეშე მაინც მოუქნილა და მეორე ასევე ისიც თქვით რომ ძალიან რთულია სიგნალები, საცობებია, გადმოვხდი, მაგრამ ანუ ის თქმა მინდა, გვინდა თუ არ გვინდა, ყველა შემთხვევაში ვართ საგზაო მოძრაობის მონაწილე. ანუ ფეხით ვართ, მართლაც გვაქვს, არა გვაქვს, ის არის, ანუ ყველა ვართ. და შესაბამისად აქაც იმიტომ შევიყარეთ, როგორც ახლა ხვდები, რომ ანუ ეს პრობლემა, ანუ რაზე დგას ეს პრობლემა, აი თუნდაც ის პრობლემა, რაც თუნდაც ის ადამიანს, რომელსაც ავტომობილი საერთოდ არ არის მისი შინაური, ხო, აქვს და გადაწყვეტის გზების ერთად ვიმსჯელოთ რა არის და როგორ არის და პოზიციაში გისმენთ. არ არის, თქვა მინდა, იცი რომ ეხლა ის დროა რომ აი კომფორტული ხო მაგალითად ავტომანქანა ნუ თბილისს ავიღებ რა ქალაქში კომფორტული ნამდვილად არ არის აი ავტომანქანით მე თუ მეჩქარება ხო და ხო შემიძლია ტაქსი გამოვიძახო თუ ძალიან მეჩქარება გამორიცხულია ტაქსს არ ვიძახებ მივდივარ მეტროთი და ან ესეც გამიკეთებია ტაქსს ვიძახებ მეტრომდე აი ახლო მონაკვეთში მივდივარ მე მეტროში ვждები და მე იქიდან მივდივარ ხო მაგრამ მათ გააჩნია რა დროა პიკის საათში მეტროში ისეთი ხდება რომ ხო მაგრამ პრინციპში ყველაზე ჩემთვის თუ გეჩქარება ანუ თუ შეხვედი ვაგონში არ დააგვიანებ მოკლედ რა და ამ ხრივ ადრე როგორც იყო დაუშვათ ხა მამაჩემის დროს ხო კომფორტული მანქანით მოძრაობა სადაც სეირნობდი კიდეც შეგეძლო რომ მიგედგა შეგეძლო რომ რაღაცა შვიდად გელო ეხა ეს კომფორტი აღარ არის დაგეთანხმებით შორტგზაზე რამდენიც გინდა კი დაგეთანხმებით მართლა რომ კომფორტი არ არის დღესაც ჩავწერეთ ესეთი მოკლე ვიდეო რომ კომფორტი არა შეუძლებელია უკვე გადაადგილება ქალაქში ავტომობილით და თან პრობლემა ის არის რომ ანუ არაერთხელ მithom თან ჩემი პირდაპირი საქმეა ეს ანუ ჩემი სპეციალობაა ეს
ნაწილია, გადაადგილება ავტომობილების ზოგადად ტრანსპორტი თავიდან ბოლომდე. და გვინდა არ გვინდა, ახლა საჭიროება რო თქვით რა, საჭიროება ითხოვს მაინც რა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ისეთი გეოგრაფია აქვს და ისეთი მოწყობის არის ჩვენი ქალაქი, რომ ძალიან რთულია ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით რაიმე აკეთო. ანუ შეიძლება მხოლოდ კაი გადაადგილების შემთხვევაში სადღაც ერთ წერტილზე მეორე წერტილზე მივიდეთ, იქ თუ შეხვედრა გვაქვს შევხვდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ თუ რამოდენიმე საქმე გვაქვს უშუალოდ გასაკეთებელი, ან თუნდაც მარტივად რო ვთქვა ბავშვები ყავს სადღაც სასაყვანი ან რაღაცა პროდუქტი გვაქვს მოსატანი ან ლოკაციაზე მინიმუმ თუ გიწევს. კი, ანუ გვინდა თუ არ გვინდა გვიწევს სუბუგი ტრანსპორტის გამოყენება თუნდაც ტაქსი იყოს, ანუ გვიწევს ანუ. კი, იცი რა არის, ხშირად დავფიქრებულ ვარ ამაზე რა, ოჯახში, აი ბავშვები მიგვიყვანია, მოგვიყვანია, მაგრამ რო დავაკვირდით, ხო? აი დავუშვათ მიდიხარ სკოლაში, უნდა ან სკოლიდან უნდა გამოიყვანო ბავშვი, მე უნდა წაიყვანო კარატეზე, ფეხბურთზე მნიშვნელობა არ აქვს რაზე და მე უნდა დაბრუნდეს სახლში. რეალურად მთელი დღე გჭირდება ამისათვის გადაადგილებისთვის, ოღონდ მხოლოდ მოძრაობიდან გამომდინარე, საგზაო მოძრაობიდან, საცობიდან გამომდინარე და არა ისე. ზოგადად პატარა ქალაქია, მოდი შევთავაზოთ და საცობი არ იყოს ძალიან მარტივად მივიდოდით ყველა. რო გახვალო 2 საათზე და სახლში მოდიხარ 9 საათზე და სკოლაში უნდა გამოიყვანო სკოლიდან ბავშვი მე კარატეზე და იქნა წამოიყვანო, ხო, სულ ამას ახლა გეტყვით, მოდი კომფორტი კი არა, გავიმსჯელოთ ამის ირგვლივ რა, ნახეთ როგორ რაღაცა თქვით რომ პატარა ქალაქია. კი, ნამდვილად პატარა ქალაქია. და ესეთი ტესტის, არაერთი ტესტი მაქვს ჩატარებული, მაგრამ ერთი ტესტის შედეგს გეტყვით, მაგალითად, ვენიდან, ანუ ავსტრიაში დავიზარი, ანუ ავსტრიის დედაქალაქიდან, ერთი ქვეყნის დედაქალაქიდან, მეორე ქვეყნის დედაქალაქში, ანუ სხვა ქვეყანაში გადავსვლა დედაქალაქში ჩავედი, საათსა და 10 წუთში, როცა ვერიდან რო გახვიდე გლდანში, გინდა საათ 10 წუთზე მეტი. ანუ ნახეთ როგორ რაღაცა მთელი პრობლემა ის არის, რომ მოწყობილი არის არასწორად. ანუ სულ მაქვს ამაზე კამათი რა თქმა უნდა, რომ როგორ უნდა იყოს მოწყობილი, ანუ როგორ უნდა იყოს საპარკინგის სივრცეები და რაღაცები განაწილებული ავტომობილები არ ჩაიხერგოს ქუჩებში, რაც ძალიან დიდი ნაწილი ამაზე ზუსტად ამ საცობების. შემდეგ როგორ უნდა აცდეს გზები ერთმანეთს შრეება და ასე შემდეგ. ანუ მთელი მსოფლიოს გამოცდილება არაერთხელ ჩავამეტანე და ამაზე არაერთხელ გვიმსჯელე, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ არის ეს ქალაქი მოწყობილი და ეკოლოგიამდე მივალ, ეს ყველაზე უფრო მეტად აისახება ასევე ჩვენს ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიაზე მარტო ის არ არის, სადაც ვერ მივედით რა. და არაერთი კამათი მქონია ამაზე, რომ ნელა გადაადგილება ავტომობილის სულაც არ ნიშნავს, რომ მას გამონაბოლქვი უფრო უკეთესი ექნება, რადგან ჩქარ არ მოძრაობს. არა, პირიქით ავტომობილის ყველაზე დიდი გამონაბოლქვი არის, როცა ის ადგილიდან იზრდება. და საცობის შემთხვევაში ყველა 5 მეტრში უწევს თავიდან დაზრა, ანუ დაზრის დროს არის გამონაბოლქვი. ყველაზე დიდი გამონაბოლქვი ავტომობილს აქვს დაზრის დროში. და მე რა მაინტერესებს ცით რომ ესე იგი მე ყოველთვის ხედავ ამ პრობლემას ესე რომ რაოდენობა არის იმდენი რომ აი ფაქტიურად შეუძლებელია ინფრასტრუქტურა იმ დონეზე გაუმჯობესო რომ მოგვარდეს ეს პრობლემა. ანუ შესაძლებელია აი ამ რაოდენობის მანქანაზე რაღაცა დავალაგოთ თუნდაც ახლა რაც თქვით ხო ეს შეები იქნება თუ რაც იქნება თან მithumetes ძალიან მზარდია ხო რაღაც საოცარი ტემპით იზრდება რაოდენობა. გეტყვით, ანუ დინამიკა ნახეთ როგორ არის ერთი რომ დაგვიანებული გვაქვს ძალიან ბევრი რა, იმიტომ რომ იმ დინამიკას რა დინამიკითაც ავითარებ ქალაქს, ანუ მშენებლობას გულისხმობ შემთხვევაში პარალელურად უნდა განავითარო გზების განვითარების დინამიკა. თუ ერთი მეორეს ჭარბობს, ანუ თუ გზა ჭარბობს, ამ შემთხვევაში არ უნდა ავტომატურად იწყება იქ მშენებლობა რაღაცა, იმიტომ რომ იქ თუ სივრცე გაქვთ, არის გზა, მშენებლობების იწყება. მაგრამ თუ პირიქით არის ამ მშენებლობას ამვითარებ და გზას ვერ მოაყოლებ, მე რაღაცა მომენტში უკვე ისე ჩიხში შედიხარ, რომ არც ადგილი რჩება, სივრცეს არ რჩება იმისთვის, რომ რაღაცნაირად გზა განავითარო, იმიტომ რომ ყველგან უკვე რაღაც იქ მაღალსართულიანი რაღაც სავაჭრო ცენტრებია, სახლებია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეხლა უკვე ანუ მე მქონდა გაკეთებული ესეთი მინი რუკა, სადაც მწვანე ზოლი, მე ყვითელი, წითელი, სხვადასხვა ფერი იყო და ბოლოს შავი ზოლი, შავ ზოლთან უკვე ბევრი არაფერი არ გვიკლია ამ ჩემი რუკით.
იქ სადაც უკვე ჩიხში ვიქნებოდი და გამოსავალი უკვე აღარ იქნებოდა. ანუ არ ვართ ჩიხში, მაგრამ ჩიხამდე უკვე მისული ვართ გარწმუნებით. ბევრი არ ვიკლია ჩიხამდე. ხო, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეხლა გააპატიოსნო ქალაქი, თუმცა ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ ესეთი კატასტროფა არ იყოს როგორც ეხლა არის. ამას ხშირ შემთხვევაში, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ძალიან მინიმალური რაღაცები წყვეტს. ანუ ეს შუქნიშნების ერთმანეთთან სინთეზიც კი, ანუ ერთმანეთთან სინქრონულად მუშაობას კი წყვეტს ძალიან ბევრი კონკრეტული გოლის არ არის სამწუხაროდ, ანუ არაერთხელ მიკამათი ამ თემაზეც და რიგი შუქნიშნების არის, სადაც უკვე ერთმანეთს როგორღაც ემთხვევა, არა ძალიან მარტივია მათ ერთმანეთთან დამთხვევა რა, როგორი რიგითობით უნდა იყოს განაწილებული და ეს ჭკვიანი შუქნიშნები რაც ახლა გვაქვს ქალაქში, ხო? საჭიროებს უბრალოდ ერთმანეთთან დამეგობრდნენ. ანუ კომპიუტერულად უნდა იყოს აწყობილი პროგრამულად, ისე რომ იმეგობროს, მაგრამ ეთყობა ან შესაბამისი, ანუ რაღაც არ ყოფნის რა. ან ამის პროგრამების ცოდნა, ან მონდომება. მე უფრო ვიტყოდი რომ მონდომება და რაღაცა რო გვინდოდეს მოვახერხებთ. საზოგადოების მოქალაქის შეგნებაც უნდა იყოს ალბათ. აბსოლუტურად გეთახმებით. და აი თუ შეიძლება ჩაგერთვები რაღაცას მოვყვები, უნდა არ დავასახელებ რომელ კლინიკაში, სად, ვისთან, როგორ მიხვდებით. ექიმთან ვარ მოკლედ შესული. ასე მიშვებს ეს ექიმი და გოგო შემოვიდა. და ამ გოგოს ეუბნება რომ შვილო რა გინდოდაო რა შვილი ყოფილა რა რა გინდოდაო ის ქვემოთო ანუ სხვა უნდა დააყენოსო არა ეხლა და შე რო დააყენეო მეც ხომ მანქანით ვარო ამ გოგო მაგარ ისიც ვიყიდეო მანქანაო მოკლედ და წავიდა და ამ ქალი თვითონ მიყვება დედა ეს არის ჩემი შვილიო და იმ დღეს იყიდა მანქანაო და რეალურად მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობთო მოპირდაპირე მხარეს მანქანით გადმოვიდაო და პარკინგზე დააყენაო. როცა ყოველთვის არის მან პარკინგის პრობლემა, ანუ რომ მიდის პაციენტი, არ ვიცით ხომ სად დავაყენოთ, ვაჩერებთ სადღაც უკიდე განვადგილოს და მე მივიდივართ ფეხით დანიშნულების ადგილას. აი ეხლა ეს შეგნებაზე მეტყოლებს. ჩვენ რაც არ უნდა შუქნიშნები დავაყენოთ, პარკირება გავამჯობესოთ, რა ვიცი, სულ აბსოლუტურად ელექტრომანქანები იყოს, შეგნებას თუ არ ეშველა არაფერი. მე მგონი ეხლა მივედით მე საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. ბოდიში შეგნებაზე დავასრულოთ, ანუ ნახეთ როგორ ამოვწუროთ. კი, შეგნება აბსოლუტურად გეთახმებით, მაგრამ შეგნება მოდის ცოდნიდან. ან სხვანაირად შეგნება ვერ გექნება, ანუ განსაზღვრო ეს ამას შეადარო, რაღაცა შენითავი რაღაცა შეადარო და ასე შემდეგ რა. ან ვიღაცისგან გაიგო მაინც რომ რაღაცა სხვა ვარიანტიც არის. ამიტომ ეგეც კიდევ სახელმწიფო სტრუქტურებთან არაერთი კამათი მაქვს ამ თემაზე რომ მართვის მოწყობის ასაღებად რომ მივა ესეც ჩაწერო მაშინ. უფრო ადრე ბაღიდან. იქ ბაღის ბავშვებიდან უნდა დავიწყოთ, სადაც საგზაო მოძრაობას როგორც თავიდან ვთქვი, გვინდა არ გვინდას საგზაო მოძრაობის მონაწილე ვიქნებით ყველა. ფეხით ვიქნებით მანქანით მეგობართან თუ ნიშნულობა აქვს რა. ამიტომ ბაღიდან ბავშვები უკვე თამაშით უნდა მიეჩვიონ ზუსტად მაგ შეგნების ელემენტებს რა, რომ ის იქ თურმე ხო ეს დათმობას ჯობია თურმე ესეა, ანუ ცივილიზებულ სამყაროში ისე არ არის რომ ჰოპ დაიმათ უცებ შეგნება საიდანაც ჩამოყალიბდება. ნელ-ნელა გზადაგზა მე სკოლებში რა თქმა უნდა სულ უნდა იყოს თამაშით რაღაც პრაქტიკული გაკვეთილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ისე როგორც ასაკისთვის შესაძლებლის დონეზე. კი და შემდეგ რა თქმა უნდა უმაღლეს სასწავლებლებში და შემდეგ რა თქმა უნდა იმ სკოლებში სადაც უკვე მართვას სწავლობს თავიდან ბოლომდე, ანუ შეგნების ნაწილი უნდა იყოს ინტეგრირებული ისე რომ ზაობა ექნება იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ უკვე იღებს მართვის მოძღვრობას. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზ გავუსვა იმას, რომ გვინდა თუ არ გვინდა ვერ ავსწრებით იმას, რომ ამ მიმართულებითაც კი არა და ამ მიმართულებით ყველაზე უფრო მეტად უნდა იყოს სახელმწიფო ჩართული, ანუ მოთხოვნა უნდა გაჩნდეს ამისი, არა და დღეს გეტყვით როგორ არის, ის სკოლებიც კი რომელიც ავტომობილის მართვას ასწავლიან, საერთოდ არანაირ სერტიფიკატს არ ფლობენ, იმიტომ რომ მოთხოვნას დღეს ქვეყანაში არ გვაქვს. ანუ მასწავლებელიც კი ვინც ასწავლის არ არის მოთხოვნა რომ მას ქონდეს სპეციალური სწავლება გავლილი როგორ უნდა ასწავლოს რა. ანუ სრული გარიყვა გაქედან და შესაბამისად ეს ყველაფერი ჯამურად და ანუ ინფრასტრუქტურა ესე მოწყობილი შეგნება სადღაც ჩაკარგული ასე შემდეგ და ის სურათი გვაქვს ზუსტად ქუჩებში რაც 2+2
არის ოთხი. სულ ვფიქრობ ხოლმე აი დიდ ქალაქებში, ქუთაისში, იქნება თუ ბათუმში, როცა ვარ ხოლმე და რაღაცა სიმსუბუქეა და განტვირთულია, ხო? იმიტომ რომ აქ ძალიან სიმძიმეა, მე ქვეითი ვარ და ტროტუარზეც კი ვერ დავდივარ და იქ რო ჩადიხარ და შენ გემოზე სეირნობ და არის რაღაცა განტვირთული ქალაქი, სულ ვფიქრობ ხოლმე რომ აი რა კარგი იქნება რომ ისე მოწესრიგდეს ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ ქალაქებში, რომ აი არ დაჭირდეთ უბრალოდ ადამიანებს, არც კი გაიფიქრონ მანქანის ყიდვა. რა თქმა უნდა, ვიღაცები მაინც იყიდიან ალბათ, მაგრამ აი საჭიროება არ დაუდგეთ რა, ასე ვთქვათ ამის და რამდენად იზიარებენ სხვა ქალაქები აი ამ რაღაც კოლაპს, რაც თბილისში გვაქვს თუ იცით საერთოდ რა იცი, მაგრამ ხო, კარგი კითხვა დასვით, იმიტომ რომ კარგი იქნება თუ ამ კითხვას ვაღანაც დასვავენ ხოლმე და მე პასუხებს გაითვალისწინებენ. და ახსნი როგორ არის, ერთი რომ ზოგადად მიდგომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ გრძელვადი ამ პერსპექტივაში განიხილო კონკრეტული ლოკაციები, კონკრეტული ქალაქები, რა მიმართულებით უნდა გავითარდეს და შესაბამისად როგორ უნდა დააწიო ეს ყველაფერი. ანუ ერთიანი თუ წარმოდგენილი არ გაქვს სად მიდიხარ, ანუ სამიზნე არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორი უნდა იყოს. ანუ რა ტიპის ქალაქს ვაშენებთ, აი ეგრე რომ მივუდგეთ? კი, რა თქმა უნდა, ანუ წარმოდგენაში უნდა იყოს და უნდა არსებობდეს გრძელვადიანი გეგმა, სად მიდიხარ, თუნდაც ერთ ფურცელზე მონახაზად აღებული და ამის მიხედვით უნდა მიაყოლო ეს ყველაფერი. გეგმო ნაბიჯები მე ალბათ. კი, რა თქმა უნდა, და ან მისცე საშუალება რაღაცა პროექტებს განვითარების, ან არ მისცე, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი და თან ისეთი მოწყობის ქალაქები, მაგალითად როგორც ბათუმია, ხო, ეხლა ბათუმის ძალიან გაჭედილია, ანუ დიდი ქალაქები აბსოლუტურად ყველა გაჭედილია. კი, ყოველთვის ძალიან გაჭედილია სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ იყო გათვალისწინებული ასე ამ შემლებასთან და არ იყო პარალელურად გათვალისწინებული. ხო, იმას გზა დაიტევს რამხელა დასახლებები გაშენდა, ხო. კი, ანუ შესაბამისად უნდა დააპარალელო ეს ყველაფერი ერთად და იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს რომელსაც არ უწევს კვეთა სხვა ტრანსპორტთან და თუ უწევს უნდა იყოს მინიმალისტური. ბასლაინები, ანუ კი, ბასლაინები რა თქმა უნდა. ანუ გზა და გზა არ უნდა მოვიფიქროთ, ხო? ანუ რაღაცა გაწერილი უნდა იყოს სრულად თავიდან ბოლომდე, როგორც დედლაინი, ხო, რომ აი ამ მიმართულებით მივდივართ და რაღაცა აქ ჩვენთან არ ხდება ეს. მიდიან რაღაც მიმართულებით, მე რაღაცა იდეა დაარტყავთ თავში, მე სხვა მიმართულებით გადაუქმნით და არის ხო და არის მე აჯებსანდალი, მოკლედ. ის არის რაც არის. კი ბატონო, ანუ ერთადერთი ვისაც ესეთი გეგმა ასე თუ ისე აქვს, რომელსაც მე პირადად არ ვიმხრობოდი ამ მიმართულებით განვითარებას და წლების წინ ეთერის გარეთ გითხარით რომ სკუტერი შევიძინე, იმიტომ რომ ეს ქალაქი ცოტა ხანში გაუვალი იქნება მეთქი. აქვს თბილისს, ანუ თბილისს ასე თუ ისე რაღაცა გეგმა აქვს, რა გეგმითაც მიდის, თუმცა თავიდანვე, ანუ ის ნიუანსები რაც თქვი, როგორც ეს გეგმა ვნახე, რომ მოგვიწევს რაღაცების გადახვევა, იმიტომ რომ ის ვინც შეადგინა ეს გეგმა, როგორც იცით, ქართველებმა არ გააკეთეს ეს გეგმა, ქართველი სპეციალისტები არ მუშაობდნენ ამ გეგმაზე, რასაც თავიდანვე არ ვემხრობოდი მე, იმიტომ რომ გინდა არ გინდა იმ ქვეყნის მენტალობასაც უნდა იცნობდე, რომლის დედაქალაქსაც ქალაქს, მარტო ქვეყანას კი არ ქალაქს. კი, რომლის დედაქალაქსაც გეგმა მინიმუმ იმ ქვეყანას უნდა იცნობდე და თან ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ის სპეციალისტები ჩართული, რომელთან ერთადაც გაიზარდა ეს ქალაქი და შესაბამისობაში მოიყვანო და ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და პერიოდულად შემდეგ ამ შეცდომებზე ანუ ჯიუტად მაინც მივიდიოდით იქ რომ არა ეს სწორია იმად დათვალეს და ესე უნდა გავაკეთოთ და ბევრი რაღაცის უკან დახევა მოუწე და გადაკეთება არაერთი ზოლია დღევანდელსაც გეტყვით თუნდაც ეხლა დღეს გამოვიარე მარჯვენა სანაპიროზე ელბაქიძის ხიდის ქვეშ სადაც ძალიან შემცირებული იყო ერთი მხრიდან გზის სავალი ნაწილი, ანუ მხოლოდ ორი ზოლი იყო დატოვებული, რაზეც ასევე მქონდა ძალიან დიდი კამათი და დღეს გამოვიარე და უკვე მესამე ზოლი ისევ ისაშალეს და ისევ ის ზოლი დაამატეს. ნუ მოუწევთ ამის დამატება. ასევე თავისუფლების მოედნიდან პუშკინის ქუჩაზე დაბლა ჩამავალი, ანუ ბასლეინი დაიხატა, იქაზე მხოლოდ ერთი მანქანის ზოლი იყო დარჩენილი და გადაიჭედა. უკვე ჩასვლა შეუძლებელი იყო თავისუფლების მოედნიდან და იძულებული გახდნენ შემდეგ ეს ბასლეინი გაეუქმებინა და არის ისეთი ნიუანსები, მაგალითად ერთი ნიუანს გეტყვით, წარმოდგენა რომ შეექმნათ იმ ხალხს, ვინც ახლა ჩვენ გვისმენს და გვიყურებს, რომ თუ აი პატარა თეორიას ვიტყვი თუ ავტობუსი და ავტომობილი ისე გადაადგილდება ერთ კონკრეტულ ქუჩაზე, რომ არც ერთი არც მეორე არ ეჭედება,
ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არ გჭირდება დამატებითად ბასლეინი. ანუ თუ იჭედება, მაშინ უნდა მისცე უპირატესობა. გვაქვს ეგეთი ქუჩა? სადაც მაგალითად ყაზბეგი. ანუ ყაზბეგზე არ იყო საჭირო ამ ხელა გამიჯნვა და ამ ხელა სივრცის მიცემა მხოლოდ ავტობუსისთვის, იმიტომ რომ ისედაც მოზრაობდა იქ ის ავტობუსი, რომ იქ ხო არ იჭედებოდა ავტობუსი. ეხლა არის ანუ უკიდეგანო სასწრაფო. და იგივე ეხლა ამის მაგალითი არის ზუსტად თავისუფლების მოედნიდან პუშკინის ქუჩაზე, ანუ ეხლა ორივე ავტომობილის ავტობუსის ერთიანად ჩადის და იქ არასდროს გაჭედვა არ ხდება. მაგრამ როგორც კი გაიმიჯნა და გაკეთდა და მირიან მეფის ქუჩა არის ეგეთი, ანუ დიღომში, როცა ადიხარ, ანუ არასდროს იქ საცობი არ იყო, ეხლა შეუძლებელია იქ გავლა. ანუ ბევრი ესეთი ნიუანსი ეხლა ყველა როგორც სხვა ჩამოთვლილი ხო თქვენთან, მაგრამ ბევრი ნიუანსია რომელიც აი ვითომ არაფერი ხო ელემენტარული თეორია, მაგრამ ეს ის არის რაც პრაქტიკაში უნდა გამოიყენო. აი ჩემი აზრით ძალიან სწორია ეგ რომ უნდა იცოდე ქალაქის ხასიათი ზოგადად რა, რომ იმის მიხედვით გააკეთო ეს საგზაო ნიშნებიდან დაწყებული ყველაფერი. და აი თუ არის რამე ეგეთი ჩვენთან თბილისში, საქართველოში ეგრე გაკეთებული ერთი რაღაცა, მაინც რაც აი უშუალოდ ქალაქის ხასიათიდან და მენტალობიდან გამომდინარე არის რომელიღაცა საგზაო ნიშანი ან რაღაცა ეგეთი. სამწუხაროდ არა, ხო, არა და უნდა იყოს. მაგაზე მაქვს სულ დავა, რომ ეგ ძალიან რაღაცა, ანუ ყველა ქვეყანას ხო თავის ხასიათი აქვს, ასევე ქალაქს და სწორია ეგ, როცა ეგრე იწყებ რაღაცის გაკეთებას, აბსოლუტურად. კი, თან მე თვითონაც მაინტერესებს ტროტუარებზე მანქანებთან რა დამოკიდებულება გაქვს, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი ისეთი ტკივილი, რომ აი მე არ ვზივარ საჭესთან, მაგრამ ყავს ოჯახში ხო მანქანა, ჩემ ბაიკოს ყავს რა და ჩემთვის თუ არ შეიძლება იქ გაჩერება და არ ვაჩერებ. ანუ როგორ შეიძლება? ეგ არის ჩემი აი როგორც მოქალაქის ერთ-ერთი მოქალაქის გიორგი ჯიქიას პრეტენზია და ერთი კითხვა მაქვს კიდე. მე რო გადავდივარ იმაზე ზებრაზე, რატომ აქვს უხერხულობის და დანაშაულის განცდა და იმასთან რატო ვარ ვალში ვინც მithმობს? ხო, აი შეიძლება რატომ აქვს? ნახე, გადავედი ხო? ნახევარს რო გადავდივარ, მე ვაჩხარებ რომ 90-იანებიდან მოდიხარ და მაგით გადავიდე რომ მაგით ადამიანი და ეს განცდა თითქოს რაღაცა უპირატესია ის თუ სედანზე ზის უპირატესია, მაგრამ ვიღაცა თუ ჯიპით მოადგა ის ხო საერთო უპირატესია. ხო, იერარქია ეგეც. იერარქიულად არის ქვეითი სედანი და მე ჯიპით მოვიდა ის საერთოდ. აი ჩემთვის არის ერთგვარი ეს შინაგანად რაღაც სტერეოტიპი ჩამოყალიბდა და არაცნობიერი რომ მე თუ ქვეითი ვარ ჩემთან შედარებით სედანია უპირატესი და თუ სედანი ვარ მე ჯიპი არის მაშინ ჩემთან შედარებით უპირატესი. ახალგაზრდებს ეგ უკვე აღარ აქვთ უკვე და აი მე რაღაცა შინაგანად მაქვს ხო. აი ჩემთვის არის ჩვეულებრივი თერაპია, ქუჩაში ფეხით სიარული რა, ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, რაღაცა იმ შვიდდები ვფიქრობ და ძირითადად ხო, ძირითადად აი ჩუღურეთი სოლოლაკი, პრინციპში მან დღეს შემორჩა რა, ეს რაღაცა ის ძველი არქიტექტურა და ყველაფერი სხვაგან ნახა ესე ვერც ის სიამოვნება, მაგრამ აი მე მაგალითად ჩუღურეთში სერნობით აი რასაც ვქეს სიამოვნებას ვიღებ რა, მაგრამ არსებობს ეს მაგრამ ну ვერ დადიხარ ფიზიკურად რა. ანუ უნდა ჩამოხვიდე ტროტუარიდან, ახვიდე, ჩამოხვიდე, აი ამაში იმდენად ვერაფერს ვეღარ აღვიქვა, ხო? ვუყურებ აი ესე დაჟინებით გზას, რომ ხო, სად გავიარო? კი, ეხლა ნახეთ, არა არის ეგ ნახეთ, მივალ ეხლა მანდაც. ტროტუარებზე პარკინგი. ეს თქვენი დღევანდელი პოდკასტი შეიძლება ესე სახელმწიფოდაც კი ავიღოთ, იმიტომ რომ იმდენი რაღაცაზე, იმდენი სწორი კითხვა დავსვით და იმდენი პასუხები გამოვაცხოთ აქ რა. აგიხსნით ეხლა ერთ ნიუანს კიდევ რა. შეგენებაზე გარკვეულწილად არის, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე იმას შეგენებაზე, ვისაც აბარია ქალაქის მოწყობა. და რატო ეხლა ახსნი რა, სულ ამ ბოლო დროს ხას უსვამენ ბოლო წლების განმავლობაში ეს შეზღუდვები რაც ავტომობილებს შეეხოთ რა, ამდენი შეზღუდვები თუნდაც პარკირებების გაძვირებები, თუნდაც საპარკინგო სივრცეების გაქრობა საერთოდ ბევრის, იმიტომ რომ ავტომობილებიდან გადაждდეს ხალხი საზოგადო ტრანსპორტზე ასე შემდეგ, ყველაფერი ვითომ დამიზნებულია იქით, რომ რაც შეიძლება მეტი ფეხით მოსარული იყოს და რაც შეიძლება ჯანსაღი გახდეს ჩვენი ქალაქი და ასე შემდეგ. თუმცა წლების წინ ბევრი ვიდავე, რომ ვერ შევამცირებთ იმ მიმართულებით, რაც გვაქვს გეგმაში ავტომობილების რაოდენობას, პირიქით გაიზრდება და ფაქტია, რომ ესეც არის, იზრდება და ამის მქონდა ახსნა რატო.
და ეგ არის თქვენაც ხა ჩამოყალიბეთ აზრი, ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, იმიტომ თუ ფეხით მოსაუბრებლებზე ვარგებთ ქალაქს. მაშინ პირველ რაც უნდა გავკეთებინა ეს არის ტროტუარები და მოგეწესრიგებინა. ხო ესეა? ანუ თუ ველოსიპედზე გვინდა რომ ხალხი გადაждდეს, რაც შეიძლება მეტი ჯანს, თუმცა აქაც პრობლემა, იმიტომ რომ აღმარდაღმართიანია ჩვენი დედაქალაქი, მარტივი არ არის ველოსიპედის სიარული. თანამედროვეობაში უკვე ელექტროველოსიპედები უფრო და უფრო მეტი შემოვა და შეიძლება ეს პრობლემა ამით დაალაგდეს, მაგრამ ნუ დღესდღეობით რთულია. გჭირდება ველობილიკი. ხო, თუ მაგას ვაკეთებთ, მაშინ ერთი შეკრული ველობილიკი მაინც ხო უნდა იყოს, არ დამთავრდეს სადღაც ქუჩაში და მე სადღაც არ მოგიწიოს ასვლა, ხო ესეა? თავიდან ბოლომდე შემოვლილი მაქვს მთელი ქალაქი ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებით, ველოსიპედითაც, საზოგადო ტრანსპორტით, ყველა ნომრით, მეტროთი ყველაფრით, რომ ვიცოდე სად რა არის, იმიტომ რომ ჩემთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ჩემი შვილიშვილიც უკვე ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში იზრდება და შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ უსაფრთხოდ გადაადგილდებოს როგორც მინიმუმ. ანუ ფეხით მოსწავლული არის პრიორიტეტი ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც ესე უნდა იყოს და ტროტუარები ესე არ უნდა მთავრდებოდეს, ავტომობილები ჩახერგილი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ვიღაცა მშენებლობისთვის მიიტაცა ის კონკრეტული სივრცე, მე სავალ ნაწილზე გადასვლა არ უნდა მიწევდეს და ყველაზე უფრო რთული თქვენ ვერ ნახავთ ჩვენ ქალაქში, ვერსად ვერ ნახავთ გარწმუნებთ ეტლით გადაადგილდებოდეს ვინმე შეშემო პირი. იმიტომ რომ შეუძლებელია ეტლით ტროტუარზე გადაადგილდე და არაერთი ვიდეო დამიდია მე თვითონ სოციალურ ქსელში ბავშვს ასე ირნებს ეტლით ასე ირნებს ზედა და შემოპირებზე კი აღარ არის საუბარი მართლა რომლებსაც თავისით უწევთ ხო მაგაზეც აღარ არის უკვე დედასაც კი ვერ დაკავს მართალია ხო ამიტომ ტროტუარები არის ჩემი აზრით ის უნდა დავიწყოთ ქალაქის მოწყობა მე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოვაყოლოთ მე გზები ერთმანეთს დავაცილოთ მე პარკირებები უნდა ვაიძულოთ ის მშენებლები ვინც აშენებენ მაღალ სართულიან კორპუსებს რომ კეთილინება უნდა თითო ოჯახზე თითო საპარკინგო სივრცე მაინც იყოს რომელიც ბინის ღირებულებაში შედის თვითონ მერიამ უნდა კეთილინა ინებოს და ძველი უბნები სადაც კორპუსების მშენებლობის ნებართვას გასცემს ამის მაგივრად თვითონვე ააშენოს სართულებიანი პარკინგები და ქუჩაში ავტომობილების დგომის მაგივრად იქ შესახლებიან ეს ავტომობილები შემდეგ შეუძლია რა თქმა უნდა ეს კერძო პირებსაც გადასცეს რომლებიც ამას შემდეგ ფულად აქცევენ რაღაცა ღირებულება ამას ეკრება მაგრამ პრეცედენტს ბიზნესი ვერ შექმნის რა იმიტომ რომ დღეს არ არის ამაზე ესეთი მოთხოვნა ვერ შეიყვანს საპარკინგე ფასიან სივრცეში თუ ეს არ დაინდება ხო ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი რიგითობა თავისი წყობა და საბოლოო ჯამში მივიდივართ მაინც შეგნებამდე რომელიც სადღაცთან წოდნიდან წლების წინ მოკლედ ერთ-ერთ გადაცემაში შენგან მოვისმინე ეგეთი ამბავი და იმის მერე სულ მინდა მაგ თემის ჩაშლა და კარგად ის რა იმიტომ რომ ეკოლოგია არის ჩემი ტკივილი ზოგადად და ამ ქალაქის ჰაერის მდგომარეობა და მახსოვს ამბობდი რომ აი ეს გახურება მანქანას არ ჭირდებაო და მაშინ იყო რომ გვეშველათ რაღაც იმიტომ რომ აი ჩემ მაგალითზე რო თქვა რა ბავშვი სპეციალურად მივიყვანე სკოლაში სახლთან ახლოს და ვარჩევ ისეთ ქუჩას რომელიც არ არის ძალიან გამავალი და რაღაც და იმ ქუჩით დავდივართ დილით სკოლაში რა მაგრამ ნუ აი ფაქტიურად რაღაცა იმას ჯოჯოხეთში ვატარებ ბავშვს იმიტომ რომ აქეთ ორივე მხარეს ეს ჩამწკრივებული მანქანები ახურებენ მანქანას და ერთხელ სპეციალურად დავაკვირდი ანუ ავლისას დაქოქა ადამიანმა, რომელიც გადმოვიდა მანქანიდან და შევიდა ჭიშკარში სახლში, დატოვა მანქანა და რო ჩამოვიარე 8 წუთის შემდეგ ეს კაცი ისევ ახურებდა მანქანას და მე მაინტერესებს დღეს კიდევ არსებობს მანქანები, რომლებსაც რეალურად 8 წუთი გახურება ჭირდება. მე მგონი მანქანას არ ჭირდება გახურება, უბრალოდ ფეჩი ჩართო რომ თან ყინვა არ იყო, ანუ მინდა გითხრათ რომ ყინვა არ იყო, ხო? ღამე ყინვა არ იყო იმ ღამეს. ეს კითხვა რომელიც ძალიან ბევრი კამათია ხოლმე ყოველთვის ანუ ცალსახა პასუხი არ არის? კი, არის, როგორ არის? სამ დაგუქე წადი. ეს არის პასუხი რა. ანუ მithumetes როცა ესე ნელ-ნელა უნდა იაროს, სად გაქანდები ამ გადაჭედი ხალხს. ანუ თანამედროვე მანქანებს და ამაზე ერთხელ გადაცემაში ვიდეოს კი ჩავწერე ძველი ეპოქის მანქანა მოვიყვანე სპეციალურად, რომელსაც ესეთი გამოსაწევი მექანიკური მოწყობილობა ჰქონდა, იმიტომ რომ ის უბრალოდ ვერ მიდიოდა, სანამ ცივი იყო ფიზიკურად და იქიდან მოდის ეს რომ გახურება ჭირდება რა. შეიცვალა ეს ეპოქა, კომპიუტერი თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ყველაფერს, არაფერს უფლებას არ მოგცემთ იმაზე მეც, რაც მანქანას არ შეუძლია.
ამიტომ ის კი არა თანამედროვე მანქანები უკვე ისე არის, რომ შუქნიშანთანაც რო ვაჩერებთ, იქაც თვითონ ავტომატურად ქრება. ანუ თვითონ ქრება და როცა უკვე დავიზრდეთ, თვითონ იცის და იზრდება და ისე მის. იმიტომაც კი აქვს შეგდები. ანუ მანქანებს არ ჭირდება დილით გახურება. ჰიბრიდების შემთხვევაში რაღაცა ის ქნა. კი, არა, ქვეყანას გავაგებინო. დაკოქეთ და წადი, არაფერი არ ჭირდება. სპორტულ რეჟიმში ვერ ატარებს, სანამ არ გათბება, იმიტომ რომ ეს მეტალი, სხვა მეტალები ერთ ტემპერატურას და მივიდეს რომ ჩვენ მისგან მაქსიმალური სიმძლავრე ამოვიღოთ, მაგრამ სპორტულ რეჟიმში არ ხალხი გასწონებული გადასაჭირდება. ჰიბრიდების გამოგონების მთელი პრინციპიც ეგ იყო, ანუ მოდელი ჰიბრიდი იმიტომ მოიფიქრეს, რომ ისე დაიძრას ავტომობილი, რომ მას ზრავი არ ჭირდებოდეს. მხოლოდ მაშინ როცა უკვე რაღაცა შეკას განავითაროს, მაშინ იქოქება ზრავი. ჰიბრიდს მიხურებდა ხოლმე ფანჯრის წინ. აწვალებდა ჰიბრიდს როგორღაც გამოდის. სად არის? არ ჭირდება, არ ჭირდება, არა. ხო, ჰიბრიდი არ იქოქება. თუ ძალით რაღაც ხო და არ ვიცი აზრი რა ქონდა. უთხარი პირდაპირ არ ჭირდება თქო. ხო, აი არ ჭირდება ხალხო, მანქანებს გახურება დილით. დაკოქეთ წადით. დაკოქეთ და წადით, ხო. იმიტომ რომ ეს ანუ პროცენტულად გამომნაბოლქვის იმხელა რაოდენობა მიდის აი ამ გახურების რაღაცა სულელურ პროცედურაზე. მეც ვფიქრობდი რომ ალბათ რაღაცა ეს ძველი ჟიგული მოსკუჩ რაღაცებიდან მოდის ალბათ რა, რაღაცა ჩარჩენილი ის გვაქვს რა ქვია, ტრადიციასავით, მაგრამ ხო, ნუ აი ფორმულა 1 რო ფორმულა 1-ია, თქვენ ვერ ნახავთ რომ სტარტზე ამ ფორმულა 1-ს ახურებდნენ რა. ვერ ნახავთ ეგეთ პროცედურას ვერსად. მხოლოდ ერთი წრე აქვს იმათ, ზოგადად წრე აქვს. იზრებიან, როგორც კი იქოქება მანქანა, იზრებიან. ერთ წრეს საკეთებენ, იმიტომ რომ მოვიდეს საბრძოლო კონდიციაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის რბოლა. ანუ ფორმულა 1, სადაც ტექნოლოგიები სადამდე ამისული ამხელა სიმძლავრე უნდა მოიღონ 1 და 6 ძრავიდან 800 ცხენი უნდა მიიღონ. წარმოიდგინეთ სადამდე ტექნოლოგია რა უზუსტესი მექანიზმებია და იმასაც კი რა არ ჭირდება გახურება, ანუ ეს სუნი ქალაქში რო დადიხარ გიოშენ კარგად იცი ეგ ამბავი აი ვიზუალურადაც ჩანს ჩვენ აი პანდემია რო იყო მაშინ გავარჩიეთ გაიწმინდა ქალაქი ხო გავაკეთეთ თურმე როგორ კვამში ვიყავით ვარსკვლავები არ ჩანს სანამ აი პანდემიის დროს ვარსკვლავები უკვე კარგად ჩანდა რა ეს ცოტა საშიშად მეჩვენება მე ცოტა არა კარგად საშიშად უყურებ მე ამას ნუ ხო რეალურად აი რაღაც საშიშროება რომ ბევრჯერ მithქვას მით უმეტეს ბავშვები რომლებიც აი სიმაღლეზე დადიან ხო ეს მეტალები ძირთად სადღაც 1 მეტრის სიმაღლეზე ილექება რასაც გამონაბოლქვი შეიცავს და მაქსიმალზე მოძრაობენ ბავშვები ძირითადად რა იმიტომ რომ აი რაღაცა პატარა ვირუსი დაემართებათ და всё ორი თვე გარანტირებული აქვს ბავშვს ხველა რა იმიტომ რომ სკოლაში ვერ გაგიშია ბავშვი ხო ანუ სკოლაში დადის ერთი კვირა და მეორე ორი კვირა არის და აი ამას რა უნდა ეშუროს ამას სუნს და გამონაბოლქვს აი ხო ეხლა კიდე ეგ მაინტერესებდა ეს კატალიზატორების რაღაცა მე რადგან ვერ ვერკვევი მაგ თემაში ხო ვიცი რომ კატალიზატორები რა შვება ეს კატალიზატორი რა ქშველის თუ არ ქშველის თუ დავაყენეთ კატალიზატორი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. არ დავხსენით? იმიტომ რომ ანუ ეს დახსნილი კატალიზატორების მაგივრად ეხლა უნდა არ უნდა სხვადასხვა ესეთი ჩინური კატალიზატორები და მსგავსი რაღაცები დგებავი მისთვის რომ ზოგადად რა საკეთებს კატალიზატორი? კატალიზატორი ზოგადად ძალიან კარგი მოწყობილობაა, რომელიც თავის თავზე იღებს, ანუ შინ ქიმიური პროცესი მიმდინარეობს, ისეთი მასალისგან არის დამუშავებული და გაკეთებული, რომ გამონაბოლქვს ართმევს მავნე ნივთიერებებს. და რაც გარეთ უნდა გამოვიდეს თავის თვისით. და ამას ჩვენ ხსნიდით ჩვენი ნებით ხალხო? კი, ანუ ეგ იმიტომ რომ ძვირი ღირს რა, იმიტომ რომ იმ მომენტში რაღაც 100-200 ლარს აიღებ თუ 300 თუ რავი გაჩნია ამ ხელა კატალიზატორი. ხო, მაგრამ იმპულს ხომ მე სავარაუდოდ თითონის ადამიანი საავადმყოფოში ხარჯავს რაღაცა ბავშვის სამედიცინო მომსახურებას. არ ფიქრობენ მე. სწავლება უნდა. ხო და აი ეგ წრედი უნდა შევკრათ რაღაც არის ჩვენი პოდკასტი მაგას ემსახურება მაგალითად რა რომ რაღაცა ისეთი ელემენტარული ცოდნები ასე ვთქვათ ჩვევაში გავიჯინოთ ჯერ ჩვენ და მე ჩვენ მაყურებელს რა რაც რაღაცას შეცვლის მართლა რეალურად იმიტომ რომ აი ერთი და იგივე პრობლემებს სულ აი ეს სახელდებითად სულ ვამბობთ რომ აი ბავშვები ახველებენ რაღაც ალერგიული ფონი არის რაღაც სასწავლებლად მომატებული ამაზე ყველა საუბრობს ყველა წუწუნებს ასე ვთქვათ მაგრამ იგივე დედა და იგივე მამა რომელიც ამაზე წუწუნებს ხსნის კატალიზატორს თავის მანქანას რა და ხო რაღაცა უნდა გავარკვიოთ რა არის პრობლემის სათავე ნახეთ ამისაც ერთადერთი რაღაც სასაჭირო მხოლოდ ერთადერთი არ არის ბევრი არ სასაჭირო რა ჩვენ ანუ სპენელს მიმართ ამ შემთხვევაში ნებისმიერ ჩვენთაგანი ანუ უნდა ვიყოთ ის
ვინც ყველაფერს გააკეთებს სწორად. ანუ ეცდება ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს სწორად. და ხელს არ გაიშვერს. ან თავისთავიდან ვინც დაიწყეს პრობლემის პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა აიღოს თავის თავზე. კი ბატონო, ეს თეორიაში ესე ვამბობთ, მაგრამ პრაქტიკაში არ ხდება და კიდე რა მინდა ვთქვა. რა ქვია, გურჩი წელს, რა ქვია ქართულად, მაყუთს რო უკეთებენ შეგნებულად და შენ რო გძინავს, ან ბავშვს რო გძინავს და რო ჩაიშხუილებს. უკეთებენ თუ ხსნიან არის ეგ პირიქით. არ ვიცი რა შევა. ან სპეციალურს აყენებენ, ან საერთოდ ხსნიან. სპეციალურად შეგიძლიათ დაუყენო, რომ უფრო დიდი ხმა გქონდეს. ესე არის აყენებენ, ხო, და იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ ვიტყვი, ჯარიმა უნდა იყოს ამაზე. არის? კი, ეხლა ამ ბოლო დროს აღსრულება არაფრის არ არის. არა, ამ ბოლო დროს ძალიან მოუჭირეს ამ მიმართულებას, იმიტომ რომ კატასტროფისკენ მივიდიოდით, არაერთხელ ავტეხით განგაში ამაზე ჩვენც მათ შორის სამწარმოებდით, ეხლა პირიქით უნდა იყოს ხო ჩვენ მრბოლელებო, მაგალითად ჩვენი მანქანები ძალიან ხმაურიანია და იქ აბსოლუტურად სხვა თემა, მაგრამ მე ყველაფერი ხდება დახურულ სივრცეში, ავტოდრომზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარკვეულ დროს და გარკვეულ ადგილას ხდება. კი, და იგივე, თუ გინდა რომ იგივე აკეთო ქუჩაში, დიდი ბოდიში და ვერ. და არა, იმიტომ რომ და ბევრი ყოფილა ესეთი ახალგაზრდა ჩემი მოსწავლეებიც მათ შორის, რომელთანაც ანუ არაერთხელ ეს საკითხები გამივლია, უფრო და უფრო ვამკაცრებდით წლების მანძილზე ამ საკითხებს და პირველივე ის ურჩებიც ხო ყოფილა რა თქმა უნდა რა, ვისაც ძალიან მოსწონდა ის, იმიტომ რომ ვიღაცამ დაინახა რომ ესეთი რაღაც ხმაურიანი ჩაიარა. პირველივე შემთხვევაში როგორც კი შვილი ეყოლა მიხვდა რომ ეს თურმე მე საკუთარ თავზე მაქვს გაუღვიძაღა მე საშინელებაა მე გამოცადე არაერთხელ ეგ. ანუ ამ ხრივ გამკაცრდა, რასაც მე თვითონაც ძალიან ვემხრობი, მკაცრი უნდა იყოს, იმიტომ რომ ის რა შენ ქსიაუნებს, ანუ შენი თავისუფლება მთავრდება იქ, როცა ვიღაცას თავისუფლებას და სხვა დისკომფორტი ხო არ უნდა ეს ჩვეულებრივი დისკომფორტი, ან თუნდაც ქუჩაში რო ვარ, მივდივარ, ან მანქანაზე ვზივარ საჭესთან ხო, ან უცბად ჩაივლის დისკომფორტი. კი, ნამდვილად და შენი კომფორტი იქ მთავრდება კი ბატონო, სადაც მე შემეიქნი დისკომფორტს და კარგია ეგ თუ მოგვარდება ძალიან კარგი იქნება და ზოგადად რაზეც ისაუბრეთ ეგეც თუ მოგვარდება ეგ ყველაფერი ნელ-ნელა თანდათან ცოტა უფრო სწრაფად ხო ნუ ნება სამწუხაროდ ჯერ ნებამდე ვერ მივედით რომ ნება იყოს ამისი და მოგვარებაზე მე უნდა გადავერთოთ და ასევე ნება არის საჭირო და ვფიქრობ რომ ანუ ყოველდღე ვიძახი რომ რაც უფრო გვიან დავიწყებთ მით უფრო გვიან გვეყოლება ესეთი ხალხი საგზავნო მოძრაობის მონაწილეები ყველა ბავშვი ან უფროსიანად ვინც სწორად გააკეთებს რაღაცებს ამიტომ უკვე არის დასაწყები ბაღიდან ვაგვიანებთ იმას რომ ბაღიდან დავიწყოთ სწავლება მე იმდენად წუწუნებ ხოლმე ქუჩაში რომ ვარ და აი ბაღიდან რომ გამომყავს ბავშვი სკუტერით თვითგორიათი დავგორავთ ხოლმე იმიტომ რომ ცოტა შორს არის რა ეს ბაღი და იმდენად ეტყობა მე აღნიშნავ ხოლმე რომ რაღაცა რომ ამას წინათ ამას უყურე სად დააყენა თუ რაღაც ბავშვი იცოხის მანქანას და მივხვდი რომ ეგრევე რაღაცა დაიჭირა ჩემგან მაგრამ ცოტა ისე არ მომეწონა ტონი რა ასე ვთქვა ცოტა აგრესიულად თუ რაღაც და მე მივხვდი ცოტა მოვთოკო ძალიან აგრესიული ვარ რა აი ტროტუარებზე მანქანები და ის არის ჩემთვის ძალიან წითელი ხაზი ასე ვთქვა რაც სწორია და არასწორია უკვე ხვდება და ფორმას მე რაპორტით გამოხატოს მაგრამ თან აი ძალიან ბევრი არ არის თუ ეს აღიზიანე ხო ნახე სად დააყენა ბავშვს ამით ლიქსარი და უკვე მიხვდა რაღაცა დისკომფორტი შეექმნა ვერ გაიარა თავის გზაზე რა ბავშვები რატო ამბობ რომ ბაღიდან და სკოლებიდან უნდა დაიწყოს სწავლება ბავშვების რა იმიტომ რომ იქ სადაც არის ესეთი სწავლებები იშვიათში მაგრამ არის ესეთი ბაღები და სკოლები სადაც ესეთი სწავლება მიმდინარეობს კარგი პრაქტიკაა იმისი რომ ბავშვები როცა მშობლები რაღაცას არასწორად აკეთებენ ბავშვები მიუთითებენ რომ ეს არ არის რა და თანამედროვე ბავშვები კიდე ანუ რადგან ეს ჩემი სფეროა მაინც ამ ყველაფერს ვაკვირდები იმიტომ ამბობ YouTube-დან აღებული ვიდეოები და სოციალურ ქსელებიდან იქიდან საიდანაც მათ წვდომა აქვს ჩვენზე მოქნილები არიან გარწმუნებთ
იქიდან აღებული ინფორმაცია და მულტიფილმებით იქიდან ხო მშობლებს ის ბავშვებიც კი სასწავლებლად არ მიმდინარეობს, მაინც მიუთითებენ თუ ისინი არასოდეს იქცევიან. ამიტომ მომავალ თაობის იმედი მე ძალიან მაქვს. არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ მე ძალიან მაქვს. მეც ვამბობ, რომ ქვევიდან ამოვა ეგ ამბავი, ან ბავშვებიდან წამოვა, აი თუნდაც ეკოლოგიის თემაში, ხო? ხა მე ბავშვებთან მაქვს ხოლმე რა ეკოლოგიაზე გაკვეთილს ესე ვატარებ ხოლმე და იმდენად სხვანაირად იღებენ ამ ინფორმაციას ძალიან ბუნებრივად და როგორ თქვა ხანდახან არც მჭირდება რაღაცების დაღეჭვა რა რომ აი რატომ უნდა დაამუშავო მაგალითად პლასტმასა იქნება სხვა მასალა არ ჭირდებათ ანუ აბა რატო რო იკითხო ეგრევე იციან რატო და უფროსებთან აი ცოტა ეს არის რომ ბევრმა მკითხა რომ ფულს გიხდიან რო აბარე პლასტმასას და ნუ კარგი იქნებოდა რომ გიხდიდნენ და ალბათ იქნება ეგეც მაგრამ უკვე საერთოდ ვერ აღიქვავენ უფროსები რატო შეიძლება რომ პლასტმასის გადამუშავება ჩაივლის ეგ თაობა და მომავალ თაობა ხო იცი რა ჩვენი თაობა ჩვენ სინათაობა ამაზე არც დაფიქრებულა ხო არ იყო ამის აუცილებლობა საჭიროება არც დრო და ეხლა ნელ-ნელა ეს ახალი თაობა ანუ ყოველ შემთხვევაში ანუ იმ სფეროში ნებისმიერ სადაც ამას ყველაფერს დაორგანიზება ჭირდება ხო ეს მთავრობა იქნება თუ ექნება ხო ჩვეულებრივი ადამიანი მიდის იქაც ხო საზოგადოებიდან გამოდის და იქ მიდის და აი ეს თაობა უკვე როცა ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევს ის მასიურად გვეყოლება ხო სხვადასხვა სისტემებში შევლენ სისტემებში იმათ უკვე ექნებათ ეს ყველაფერი რა გადახარშული და ნასწავლი და იმათ შინაგანად მოთხოვნაც გაუჩნდებათ აი რაზეც ისაუბრეთ თუნდაც მაგრამ მარტო YouTube-ის იმედზე არ უნდა ვიყო სწავლება არის მნიშვნელოვანი ბაღებში ხო მზაობა ექნებათ და ის არ მომეწონა თავიდანვე რო იგეგმება კი. ახ გადამუშავება ვახსენეთ რა და waste-less გადამუშავებს სპეციფიურ ნარჩენებში შედის რა ხო საბურავები, აკუმულატორი, მეორადი ზეთი რაც ანუ გამოიცვლება მანქანის და ეგეც ძალიან ისეთი ანუ სერიოზული პრობლემაა ამ საბურავების რა. თუ არსებობს კარგი თემა ეგ რასაც ამბობ, თუ არსებობს სპეციალური წერტილები კარგი იქნება თომას გავაჟღერებთ, იმიტომ რომ მე უშუალო შეხება მაქვს სერვის ცენტრებთან საბურავებზე ხოლმე აღარ არის საუბარი და ბევრმა ადამიანმა არ იცის სად არის ეს ცენტრები რა ანუ თუ ან ცხელი ხაზი არსებობს ან რაღაც კი აი waste-less-ის გვერდზე შეუძლიათ ნახონ ბევრი ელექტროტექნიკა ნებისმიერი ასევე რაც ეხლა ყველაზე უფრო აქტიურად მე მგონი ეს მიმართულება ელექტროტექნიკა ნებისმიერი ელემენტები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ნუ აკუმულატორები ვიცი ხო. ელემენტები რაოდენად მე მგონი საერთოდ ის არის, რა ქვია, საშიში ნაგავსაყრელებზე აკუმულატორის მოხვედრა არის ძალიან ცუდი ამბავი რა, დაბინძურებებია თავის დროზე. ხო, ნუ თავის დროზე, იმიტომ რომ ისეთი მოწყობის იყო, რომ იურად ბარდებოდა. კალვას ხო შეიცავს. ხო, მაგრამ მადნახე მეორადი გამოყენება მარტივი ხერხითაც ხდებოდა თანამედროვე აკუმულატორებში ეგრე აღარ არის სხვანაირად ძალიანაც კარგი ლითიუმის აკუმულატორები. და თან აქ ხდება ის ამბავი, რომ გადამუშავდება ეს, ანუ რესურსი აღარ იხარჯება, რა იგივე ლითიუმი ახლა რასაც ამოიღებენ აკუმულატორიდან, შემდეგ ისევ წარმოებაში ეშვება და ზოგავს როგორც ლითიუმის რესურს, ხო, პირველადი მოპოვების სახით. ასევე ნარჩენი აღარ გრჩება და ეგ ძალიან ისეთი ამბავია ხო. კი, ძალიან კარგი საქმე, ანუ ქარხანა არის უშუალოდ. კი, აი waste-less-ი რაც არის ჩვენი ჩვენთან არის ქარხანა, რომელიც ამასთან ამუშავებს და არ გადამუშავება ხდება რაღაცა კომპონენტების ადგილზე, ხდება რაღაცა კომპონენტები იგზავნება, ხო, შესაბამის ქვეყნებში. თავარია რომ არ რჩება ეს სამყაროსთან მარტო გიო საზოგადოებრივ ტრანსპორტში რა პრობლემები გაქვს? აი მე მაგალითად რაღაცა ცოტა ვერ მოვერგე რა ამ ახალ სისტემას სიხშირე დიდად. ხო, რო გითხრა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტია თქო მანქანასთან შედარებით არ არის ახლა კომფორტული რა თქმა უნდა. ესეც ალბათ აქაც განაწილების აი წერა როგორც ამბობდით რაღაცა სწორად დაგეგმარების საკითხია რა. რამდენი სამარშრუტო ტაქსი უნდა იყოს, რამდენი ავტობუსი საერთოდ უნდა იყოს თუ არა სამარშრუტო ტაქსი ან რა ზომის უნდა იყოს, ეგეც ხო, მე მგონი პატარა ქუჩებზე. არ ვიცი, ხო ეხლა რა არის რაღაც დიდი ქუჩები და ორიანი იზდადის, რა ქვია, არ ვიცი მაგას, ორი ვაგონიანი, დიდი სატრანსპორტო 18 მეტრიანი. 18 მეტრიანი დადის, ხო. ესენიც რო გითხრა რომ კარგად დადიან თქო, არ დადიან კარგად, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა მე რა შემჩნია, ანუ მოკლე დისტანციებზე უნდა იარო რა, ერთიდან გადაჭდე მეორეში, მეორე და მესამე. შიგნით რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსის პატარებს ფურგონები რო არის, შიგნით რაც ხდება, გამომდინარე, აი ისე
ძღოლის შეგნებიდან არ მივესალმები ამას რა. ალბათ რაღაც გადამზადება არის საჭირო, არა მარტო იმის, რა ქვია. ხო, ძღოლებისაც კი. რაღაცა კულტურა უნდა ვისწავლოთ, როგორც მოგყვებამართულებითაც. ანუ როგორც მე მგონია რომ არის ყველა თემას შეეხეთ რა თემას მნიშვნელოვანია და ესე მგონია რომ ანუ იქიდან ჩაიხედა ვიღაცამ იმაში რაც ჩვენ დავარქვით ალტერნატიული თბილისი რა ვირტუალურად ვაწყობთ ალტერნატიულ თბილისს ანუ ახალგაზრდები ვისაც ეს ემარჯვება ეს ხედან და აწყობენ როგორი უნდა იყოს ანუ გამზადებულია ეგ ჩვენი იდეალური რაღაც საოცნებოდ ხო არა მთლად გამზადებული არის მაგრამ ბევრი კომპონენტები ესეთი ნაწილი არა ეგ აუცილებელია ძღოლსაც ჭირდება მაგ პრობლემის ირგვლივ როგორ არის ამ ჩვენს ალტერნატიულ თბილისში მოდი ესე ვიტყვი ჰაბებად არის ჩამოყალიბებული, აი რას თქვით ხო? ნებისმიერ ადამიანმა პრინციპში დავსხდეთ ახლა ხო? აი ხო საერთოდ არ მიმსჯელია ამ თემაზე და თქვენ თვითონ ბუნებრივად მიდიხართ იმ დასკვნამდე რომ რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს ხო? ან ნებისმიერი ამას არ ჭირდება რაღაც სპეციალური რაღაც გადამზადება არა. უბრალოდ უნდა ცხოვრობდე ქალაქში რომ იცოდე რაშია პრობლემა. და მსჯელობაში უნდა შეხვიდე სხვა ადამიანებთან და რაღაცა გამოსავალთან მიხვალ და თან თუ ამას დაემატება ის რომ თუ გამოცდილებაც გაქვს ამ მიმართულებით და ანუ სპეციალისტ ხარ მithumetes ძალიან მარტივია მე ეს ყველაფერი ერთმანეთთან გვერდ დასვა. აი ნახეთ როგორ რაღაც გულისხმობ ჰაბებად რა ცენტრალურ ქუჩებზე უნდა მოძრაობდეს დიდი ავტობუსები როგორც მოძრაობს ხო? იმიტომ რომ თბილისი ბევრი პატარა ქუჩებისგან შედგება ხო? ეს მიკროავტობუსები უნდა იყოს ისე რომ რაღაც წერტილებზე გადაადგილდებოდეს, მოყავდეს მგზავრების რაღაც ნაკადი და ინტენსივობა უფრო მეტი უნდა ქონდეს და აი ამ ჰაბზე ჩამოყავდეს საერთოდ პერიფერიული ქუჩებიდან მოყავდეს შედარებით ცენტრალურ ქუჩებად. ასევე აი ამ ჰაბებზე მეტროებთან და აი ამ ესეთ წერტილებთან ავტობუსები ერთმანეთთან გზაგასაყარი ერთგვარი უნდა იყოს საპარკინგო სივრცეების ავტომობილების სართულიანი სადაც იგივე რა თუ რაღაც უხერხულ ადგილას ცხოვრობ ხო და მანქანით ხარ რო არ მიხვიდენ შენ სამსახურამდე რა ჩამოხვალ ამ ჰაბზე შეაყენებ ავტომობილს ჩაჯდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მიხვალ იმ წერტილამდე სადაც წახვიდე რა შესაბამისად ნაკლებად ანუ ავტომობილს ნაკლებად გამოიყენებ ეკოლოგიისთვისაც თქმა კარგი იქნება, უფრო მეჩხერი იქნება მოძრაობა და შესაბამისად უფრო სწრაფი და თან ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ ოჯახის რამოდენიმე წევრიც კი ერთდროულად ერთ ავტომობილში ჩასხდება, ეხლა არის ხოლმე იმაზე რომ აი ყველა თავის მანქანით მიდის და მანდაც გამახსენდა ეხლა თქვენი ერთი ძალიან ბევრი წლის წინ შენგან მოვისმინე ეგ იდეა რომ რაღაცნაირად აი როცა სიტყვაზე ერთი უბნიდან ბავშვები დაყავს რაღაცა რამდენიმე ადამიანს სამეზობლოდან ერთი და იგივე სკოლაში და მახსოვს ამბობდი რომ აი დამგზავრების თემა ძალიან მარტივად შეიძლება რომ დაორგანიზოს ხო რაღაც აი 5 ოჯახმა სიტყვაზე ან 4 ოჯახმა რომ ერთ დღეს ერთი მშობელი წაიყვანს და ეგ იმდენად მომეწონა რომ მართლა ეს თითო მანქანით აი წარმოიდგინე მართლა არის რომ ერთი ქუჩიდან შეიძლება ერთი და იგივე სკოლაში გადიოდეს ყოველ დილით 4 მანქანა და ამ დროს შეიძლება რომ ერთ მანქანაში ჩასხდნენ და ხო რა აი ეგეთი რაღაცა მარტივი პატარ-პატარა ნაბიჯები ხო შეგვიძლია რა მაგრამ თუნდაც აი ეს მართლა რო არსებობდეს მე როგორც ვაკეთებ ხანდახან მეტრომდე მივდივარ ხოლმე იმით რა ქვია ტაქსით და მე ვждები მეტროში იგივენაირად ვიღაცა დააპარკინგებ და იქ და წავიდე ანუ პრეცედენტები ამისი უნდა გინდა არ გინდა უნდა შექმნას მაინც სახელმწიფოს მხარემ რომ ჩვენთვის მე რა უკვე ეს იყოს ჩვეულებრივი გახდეს რა თუ ჩვენ ამას ესეთი ფორმით მივიჭვით, იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა რომ კომფორტულია რა, გადაგვარდება და უკვე გაგიჩნდება იმის სურვილიც რომ აი ერთ სკოლაში მივიდეთ 5 მანქანით მივიდეთ რა, მოდი ჩავსხდეთ, ანუ ბავშვები დღეს მე წავიყვან, ხვალ შენ წაიყვან და ევროპელები ესე მივიდნენ აქამდე რა, ისიდან არც იმათ არ დაცემიათ, არაფერი და თან ჩვენი კულტურა მინდა ვთქვა, რომ საქართველოს გაცილებით წინ იყო ისტორიულად თუ გადავხედავთ ნებისმიერ ევროპულ კულტურაზე, მაგრამ ნუ ნელა აღმოჩნდა რომ სადღაც ჩამოვჭით და ძალიან მწყინს ეს რომ ჩამოვჭით, არა შეგვიძლია რომ მოწინავეები ვიყოთ, ამასინათ არა ერთი ძალიან კარგი მოსაზრება გავიგე რომ ჩვენ ისეთი კულტურა ვაჩვენებთ, თუნდაც
ამ გაფიცვების დროს, რომ აგერ გაფიცვები მიდის სროლა და ასე შემდეგ და მაღაზიები მუშაობს, შეგვიძლია წინდები იყიდო, ყავადალიო გამოხვიდე და ისევ ჩაერთო. ამ მომში რომ არსად ევროპაში მსგავსი არ უნახავთ რა, რომ ევროპამ გადაიღოს ჩვენგან მაგალითებიო, ანუ ესეთი აზრი გაისმა ძალიან მომეწონა ეს აზრი და მართლაც ესე ბევრ ამაში შეიძლება ჩვენ მოწინავეები ვიყოთ რა, უბრალოდ ამისი ერთი აი ეს შეკვრა გვინდა ამისი, რომ ეს ყველაფერი ანუ საჭირო სათავეებში რა, რომ აქეთ წავიდეთ და ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ვართ ის ხალხი, რომელიც ვერ გავიაზრებთ რაღაცას და ვერ ვიზამთ ვიღაცაზე უკეთესად. ხო, უბრალოდ რაღაცა ის სახელინა დავარქვათ ხოლმე წეღანაც ვამბობდი რა, რომ პრობლემა არის, ძირითადად აი პრობლემა გვაქვს და ვტრიალებთ, რომ უი ეს პრობლემა გვაქვს. აღარ გავდივართ ხოლმე იმის იქით, რომ რა ვქნათ. აი პრობლემა გვაქვს და რა გავაკეთოთ. ვაფიქსირებთ, რომ პრობლემა გვაქვს და მოიჭრა. მე ყველა ვარიანტში ყველა პრობლემას გააჩნია ხო თავისი გადაჭრის გზები და კიდე ახლა საზოგადოებრივ ტრანსპორტს რატო ვუბრუნდები ხოლმე სულ რა, იმიტომ რომ კი ახლა რაღაცა მეულოდმა ისე თქვა რომ ავტომობილის ფლობას ახლა ესე ვერ აუკრძალავ ადამიანს, თუმცა არსებობს ეგეთი მაგალითებიც რომ ახლა გადასახადია ავტომანქანის ქონაზე რომ გირჩევნია ხო, მაგრამ რაღაცნაირად აი კვერცხი უფრო ადრე იყო თუ ქათამის ამბავში ვარ რომ შემიქონა კომფორტული გარემო საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომ მე გამიშდა არ უნდა მაიძულო რომ მე გამიშდა სურვილი რომ დავაყენო მანქანა და მე ხო მაგრამ მაიძულების ფორმით თუ წახვალ ამ სახელმწიფო არ უნდა იყოს გესტაპო ანუ არ უნდა მიქნევდეს სულ თიცო შენ ამას არ გაკეთებინებ შენ ამას არ ან უნდა იყოს მოწყობილიც რომ პირიქით რა უნდა გვისმენდეს ვიყურებდეს და აკეთებდეს რაღაცებს ისე რაზეც იმ მომენტში არის მოთხოვნა. აი ჩვენ პოდკასტს რომ მოусმინონ მაგალითად, ვიზავის საჭირო. აი ხანდახან არის ხოლმე იგივე სამარშრუტო ტაქსის მძღოლებსაც რო ჭირდებათ გადამზადება, რომ შეიძლება სრული არ გაგიჩნდეს იქ ჩაჯდომის. აი მძღოლიდან გამომდინარე, იმიტომ იმ ჩამორჩენილ ქვეყნების აი რაღაცა უხეშად რო ატარებს. აი უხეშად ატარებს, წარმოიდგინე ხა ელოდები, ჯერ ამ სასოფში არ მოდის, ამდენი ხალხი ველოდებით. გატენილი მოდის, ვიღაცები ჩამოვიდნენ, ჩვენ ავდივართ, შენ რაღაცა პროდუქტით ხარ, ან რაღაცა და უცბად გეუბნები, გადაიწიე იქით. აი წარმოვიდგინე. უხეშად, ხო? ამას ხო ჭირდება ელემენტარული კულტურა, გადამზადება ხო ჭირდება ამას. აქედან გამომდინარე, ხანდახან გამჩენია რა აზრი, რომ არც ამაში არ ჩავждები, იმიტომ რომ გადაიწიე იქით, მე ვის უთხარი, რატომ მეუბნები ესე და ამას მოყვება რაღაცები. ანუ ყველგან დისკომფორტი გვაქვს რა, რაღაცა ერთიანად სწავლების პრობლემა გვაქვს რა. ყველგან გვაქვს, ყველგან აბსოლუტურად, ანუ ყველა რგოლში, ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, ნუ ჩემი სფერო, მით უმეტეს თავიდან ბოლომდე ზეპირად ვიცი რა, მაგრამ ჩემი სფეროს გარეთაც რა, გვაქვს ცოდნაში გვაქვს. კი ბატონო, ცოდნაში გვაქვს. ეგ ყველაფერი არის სწავლების ნაწილი. იგივე ჩამორჩენილი ქვეყნების რიგში ვდგავართ, სადაც მძღოლების გადამზადება არ ხდება. ჩვენ შემთხვევაში აი ნახეთ როგორ არის საელჩოები, მაგალითად ჩვენთან ყველა საელჩო აბსოლუტურად წელიწადში ერთხელ თავის მძღოლებს უტარებს გადამზადებას. განა იმიტომ რომ მათ არ იციან, უტარებს გადამზადებას რომ შეაღვიძონ მაქსიმალურ არჩევები და ანუ ექსტრემალური მართვის რაღაც კურსებს გადიან ხოლმე 2-3 გაკვეთილიანს რა. ხან თოლში ხან მოლიპულზე ხანის რომ მძღოლებს ეს უნარჩვევები შეეღვიძოთ რა, ანუ არ ეძინოს, იმიტომ რომ იქ გადარჩენა ერთ წამში ხდება ხოლმე და ჩვენ შემთხვევაში ახლა ნახეთ როგორ არის იგივე რო ავიღოთ რა, აი ყველაზე უფრო მეტად ვინ მიგვაჩნია საპატრულო პოლიცია მაგალითად, ხო საპატრულო პოლიცია ხო წარმოგვიდგენია რომ მინიმუმ ავტომობილის მართვაში კარგად უნდა იყოს გადამზადებული, ხო ესეა? არა და არ ამ დღეს საპატრულო პოლიცია ისევე მართვის მოწყობიანი უბრალო ადამიანია, საჭესთან როგორც დანარჩენი ყველა. ანუ მას სპეციალური მომზადება არ გაუულია. ავტობუსის მძღოლები, ვისაც ამდენ მძღოლს ვაბარებთ რა, მას არ გაუულია სპეციალური რაღაც სწავლება და სწავლების ეს ელემენტი ვანდობთ ხო? ეს ელემენტი არის კომფორტული მართვა ქვია, ამ ელემენტს სადაც როგორც დამუხრუჭება, ასე შემდეგ ბევრი ელემენტები შედის და დამუხრუჭების ის და თქვენ მეშვეობით კიდე ამას ბარემ გავაჟღერებ, იმიტომ რომ ის ვინც არის ის ბარემი მათაც ისწავლონ არმენანება ცოდნის გაცემა პირიქით. ნახეთ როგორ რაღაცა და რაც არ ხდება ხოლმე ავტობუსებში. ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ერთი გაჩერების დროს უნდა გამოიყენოს მუხრუჭი მხოლოდ ერთხელ.
ანუ თუ დააჭირა გაუშვა და ისევ დააჭირა ნიშნავს რომ საჭესთან ცუდი მძღოლიზის. ანუ თქვენ შეგიძლიათ ავტობუსს დააკვირდეთ თუ გაჩერების წინ ან შუქნიშანის წინ ან ასე შემდეგ რამოდენიმეჯერ დაამხურჭა ესე კატასტროფულად სულესია ანუ აი ხო დგები ან აქ გამიჩერეს რო ეუბნები ანუ აქ ჩამოვალ დააჭერე დგები აჩერებს წარმოიდგინე ირყევი გაქანაებს და ვერ მიდიხარ რომ ფული გადაიხარო ამ დაჭირდება არა და სწავლების დროს როგორ არის მაგალითად ავსტრიის მაგალითად რა სპეციალური ის აქვს ანუ მეგობრობ ძალიან ავსტრიის სასწავლო ცენტრთან და იმიტომ მოვიტანეს მაგალითი ჭიქაში ასხია შეფერილი წყალი და ის დევს ხელსაწყოების დაფაზე წინ და ისე უნდა მართოს ავტობუსის მძღოლმა რომ ეს წყალი არ უნდა გადმოვიდეს არ უნდა დაიღვაროს ამ ჭიქიდან ანუ ნებისმიერი მანევრი ისე უნდა იყოს რომ ის რბილად უნდა მოძრაობდეს და დამხურჭების დროს მხოლოდ არ უნდა გაქანაობდეს მარტო ამ დისკომფორტის გარდა ეს ზედმეტი დამხურჭებები ალბათ ცვეთასაც მეც იწვევს ხო საბურავი ეს კიდე ცალკე ამბავია მაგრამ ეკოლოგიისთვის ძალიან მტკივნეული ამბავია იმიტომ რომ საბურავების გადამუშავება ერთ-ერთი ესეთი პრობლემაა სამხურჭე ხუნდები არ წდება 5-6 წლის განმავლობაშიც კი როცა ცუდი მძღოლის სამხურჭე ხუნდები 2-3 თვეში არის გამოსაცვლელი რა. შესაბამისად აქედან ეკოლოგიურად ეხლა თქვენ გათვალეთ ეკოლოგიურად თუმეტეს ისეთი ხუნდები რომელშიც ბევრი ასბესტის შემცველობა სამწუხაროდ ესეთი არის კიდე? კი ესეთები მაინც არის, ნუ თანამედროვეობა უკვე მას გაექცა, მაგრამ ნუ მაინც არის, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ვერ გადავლახავთ იმას ჯერ არ ვართ იქ ინდონეზია ასული რომ სადღაც თუნდაც ჩინეთში სადღაც პატარა საწარმოში ნაწარმოები რაღაც ხუნდები არ იყიდებოდეს რა და ის შეიცავს უხარისხო ხუნდები ანუ შეიცავს არ გინდა ხო რაღაცა პროცენტულობით მაინც შეიცავს თუმცა შეიძლება მას საბუთებიც კი მოყვებოდეს ესეთი რომ არ შეიცავს ესეც მაგრამ ყველას ხო ვერ ჩაუტარებ ლაბორატორიულ კვლევას რაც ძალიან რთულია და არც ამის ხელსაწყოების შესაბამის ხელსაწყოების არ გვაქვს ქვეყანაში ამიტომ გინდა არ გინდა ხო არის ეს ესეთი ანუ ცუდი მარტო ასბესტი არ არის და კიდევ ბევრი ესეთი ელემენტია რომელიც შეიძლება იყოს ხუნდებში და ეს ყველაფერი ხო ჯამია რა ცოტა კიდევ ცოტა ეს ტექტათვალიერებაზე როგორ არის ეგ ამბავი რამდენად მე მაგალითად ვიცი ეგეთი შემთხვევები რომ აი გაუვლიათ ტექტათვალიერება და რაღაც მეორე დღეს ისევ გაუმართავია მანქანა ეს რამდენად ანუ არაკეთილსინდისიერად ხდება ეს ტექტათვალიერება თუ საერთოდ რამეს მართლა გვეხმარება მე ხარ რა თქმა უნდა ეკოლოგიის თვალსაზრისით მაინტერესებს ხო მაგრამ იგივე თუნდაც კატალიზატორი რო არა აქვს მანქანას მას შეუძლია ტექტათვალიერების გავლა არა კატალიზატორი თუ არა აქვს ის ფიზიკურად ანუ ბევრი ავტომობილი ფიზიკურად ვერ გაივლის შეიძლება არ ქონდეს და გაიაროს იმიტომ რომ გამონაბოლქვი მაინც ცოტა იყოს ანუ ესეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს რა მაგრამ ნუ ამის შანსი ძალიან დაბალია და თან ძველ ავტომობილებზე ეს შეზღუდვა მოხსნილია არა მარტო ჩვენ თელესოფლიოში მოხსნილია ანუ ავტომობილი რომელიც 40 წელს აღემატება მას უკვე აღარ აქვს გამონაბოლქვის სტანდარტი რა იმიტომ რომ ისტორიულ კლასში გადადის ესეთი ავტომობილები და ამიტომაც ნუ ეგეთი ბევრი არ დადის ხო ესეთი ბევრი არ დადის მაგრამ ნუ მაინც არის რაც შეიძლება უშუალოდ აი ამ მიმართულებას ტექტათვალიერების ხო თავის დროზე როცა ამაზე აქტიურად იყო საუბარი მე ერთ-ერთი ვიყავი ბევრი ქვეყნების მაგალითი მოვიტანე და ვამბობდი რომ გვინდა არ გვინდა და დაგჭირდება ვერ გავეკიდებით ევროპულ სტანდარტს დღეს არ გვაქვს ეგ ანუ მაშინ ყველა ავტომობილი გაჩერდეს შესაბამისად დავუშვებთ უკვე იმას გვინდა თუ არ გვინდა რაღაც დაშვებებს გავაკეთებთ და გვინდა თუ არ გვინდა თუ ამ მიმართულებას არ გავაკონტროლებთ მკაცრად იქნება ესეთი რა ვიღაცა ახლობელია ვიღაცა ესე გაატარა ვიღაცა ესე გაატარა ანუ ქართულ რეალობამდე მაინც მივყავთ ამიტომ ძალიან მაღალი სტანდარტის დასმას აზრი არა აქვს რომ ესეთი გარიგებები არ მოხდეს რა და შევქნათ ის საზღვარი რაც ქართულ რეალურ მორგებული და მე ჩამოვკაჩოთ ეს სტანდარტი იმიტომ რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც ეს და ესე არ გაკეთებულა რა რაღაცა დონე იმიტომაც არის ევრო 1 ევრო 2 ევრო 3 ევრო იმიტომ არის ეს რომ სტანდარტები ნელა იცვლებოდა და ამერიკის მაგალითს მოვიყარ მაგალითად ჩვენ ხო იმაზე წინ არ ვართ დღესაც 17 შტატი არის ეს სადაც ტექტათვალიერება არ არის საერთოდ არ არის რა ეს საინტერესო იქნება მაგ სტატისტიკის ნახვა ანუ ეკოლოგია ანუ ჰაერის ერთ-ერთი ფლორიდაში ხო და ის კი არა და ფლორიდა ყველგან არა მაგრამ ხა ლოს-ანჯელესის ჰაერი ხო ის კი არა და ნუ მაგალითისთვის ბევრი ლამბოები და ფერარები და ასე შემდეგ და წუნინგის რაზეც უნდა თხოვლები ეგეთი ავტომობილები ფორდება ხოლმე ფლორიდაში სპეციალურად იმიტომ რომ ამას ხო ამ სტანდარტს გაექცნენ რა მაგრამ
გამონაბოლქვი ყველგან არის აბსოლუტურად რა, ანუ იქაც გამონაბოლქვი ზომავენ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მავნე ნივთიერებები არ მოხდეს აერში. იქ ხმაურზე რაღაცაზე შეიძლება ფარი ქონდეს ჩამტრობილი რაღაცა, ну არაუშავს არის, ანუ ამერიკის 17 შტატში წარმოიდგინეთ. ამიტომ იქ ჯერ ვერ მიიღეს ეს, რა, იმიტომ ამისთვის არ არიან მზად ესე ჩათვალეს რა და ჩვენ რაღაც ევროპულ სტანდარტს გავაკიდეთ. რაზეც არ გავალდებულებდა ევროპა ესე რომ გინდა თუ არა ის უმაღლესი სტანდარტი დაგვესვა, იმიტომ რომ ევროპაშიც არის სხვადასხვა სტანდარტია, სხვადასხვა დაბიჯ გაიარეს, ხო? კი, რა თქმა უნდა და სხვადასხვა სტანდარტია, უბრალოდ იმიტომ რომ ავტომობილების რაოდენობის ღიად ვთქვათ ეს ყველაფერი რა, ანუ ავტომობილების რაოდენობის შეზღუდვა იყო უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ასეთ საცობები არ ყოფილიყო და ყველაფერს ეძებდა ხელისუფალი რომ ეპოვათ გამოსავალი როგორ შეაჩერონ და შეამცირონ ავტომობილების რაოდენობა და საბოლოო ჯამში პირიქით წლების მანძილზე პროცენტულობა იმატებდა და შარშან საერთოდ კატასტროფულად დიდი მატება დაფიქსირდა იმის მაგალითად რომ კლება ყოფილიყო ანუ ვერ შეჩერდა ესე იგი რაღაც არასწორად მივდივართ რა და მე ხშირად მithქვამს რომ თუ ატყობ რომ არასწორად მიდიხარ აი მაგალითად შევედით სადღაც აი ძალიან ადამიანური მაგალითი ავიღოთ რა შევეცადე ხედავ რომ ჩიხია რა ჯიქურ ხარ წავალ ამ ჩიხში არა გავანგრევ კედელზე გავიდე ესე იგი ჩიხში მოხვდი ესე იგი რაღაც არასწორად შემოუხვიე გავალ უკან იმ წერტილებს ნამდვილად ვიცი რომ გზაზე ვიყავი და მე იქიდან წავალ ზუსტად ესე აი რაღაც წლების მერე ხა ესე იგი ევროპაშიც ესე ყოფილა ამერიკაშიც მსოფლიოში აი კრიზისთა პრობლემად რო გავა 50 წელი 70 აი მე რა იქნება მე აღარ იქნება შედაწვის რავიანი ავტომობილები ანუ მოდი მაგასაც შევეხოთ მაშინ და ნახეთ როგორ რაღაცაა ჯერ ერთი თუ დავეყრდნობით სტატისტიკაზე დაყრდნობენ ანუ ინფორმაციას რა რესურსები აქვს პლანეტას სადღაც წესით 40-45 წელიწადში მარაგიც, საწვავის მარაგიც ამოიწურება, ანუ ყოველ შემთხვევაში დღეს ციფრებით ესეა რა. ნავთობის, კი. ანუ შესაბამისად, იმიტომაც არის ალტერნატიულ საწვავზე ფიქრი, იმიტომაც არის ეს სპირტებზე და რაღაცებზე ფიქრი და შეიძლება საწვავი რაღაცა მაინც უნდა იყოს, რაც შიდაწვის ზრავები იმუშავებენ, ხوار გადაყრიან ავტომობილებს, იმიტომაც არის რომ ელექტროავტომობილები უფრო მეტი და მეტი შემოდის. იმიტომ არა რომ ის უფრო უკეთესია რა, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ამ მიმართულებით რომ წავიდეს და ავტომწარმოებლებმაც იმიტომ დაიწყეს აქტიურად, თუმცა აქვე ვიტყვი რომ ფორმულა 1 და ფორმულა E, ანუ ელექტროფორმულა 1 ჭალებში უფრო სწრაფიც კი არის ვიდრე ფორმულა 1. მაგრამ მაყურებელი ვერაფრით ვერ მიიყვანეს იქ, იმიტომ რომ ემოციას არ გაძლევს, ანუ ეს ხმა ეს რაღაცა ემოციისთვის სჭირდება რა, აი წარმოიდგინეთ რაღაცა ხელოვნურად ვერ დაემატება, ხო და აი წარმოიდგინეთ ქალაქი გამოходит და ბევრი ხალხი მოძრაობს და ხმა არ გესმით, ანუ უცებ ყურებში ბამბა გაქვს და არ გესმით. ჩემი 64 ეგრე გამოიყურება. ხო, ანუ იმიტომაც ეს ცოტა 64 ესეთი რა, ანუ უმრავლესობას მაინც 64-ში სჭირდება რომ რაღაც შეიგზო. შედებოდა ხო. კი, ამიტომ ნუ არ არის ეს ემოციური, მაგრამ მომავალი ეგ არის რა, ანუ ელექტროავტომობილების არის მომავალი გვინდა თუ არ გვინდა. ხო, გავიცოდ რომ სისწრაფე შეიძლება იგივე ქონდეს და მეტიც. უფრო მეტიც აქვს, გაცილებით მარტივად და გაცილებით მარტივად იღებს სიმძლავრეს, თუ შედაწვის ზრავაზე, Rolls-Royce-ზე მაგალითად თუ უნდა 12 ცილინდრიდან თელ მექანიკოსებს უნდა ეფიქრათ რომ ამოიღოთ 500 ცხენზალა, დღეს 500 ცხენზალა, აი ამ ხელა მე მოწყობილობა შეიძლება ელექტრო ამოიღოს, არაფერი პრობლემა არ არის. ასე რომ ყველაფერი ამ ხრივ გამარტივდა, მაგრამ როგორც ვთქვი, ანუ ემოცია არ მოყვება ყველაფერს, მაგრამ მომავალი ეს არის, ანუ ეკოლოგიურად ავტომობილების გადაადგილება ესეთი კატასტროფული არ იქნება, ანუ კი იქნება რაღაცა ხუნდების წვეთა, საბურაების წვეთა რაღაცები, რაც ასევე იხვეწება, მაგრამ ნუ ისეთი არ იქნება, ანუ პროცენტულად რო შევადარო, ეხლა თუ 100%-იან საზომს ავიღებთ, იქნება ალბათ 5-4%-ის ფარგლებში. იმიტომ რომ ატმოსფეროს დაბინძურება მოშორდება, კომპონენტი ამოვარდება. მაგრამ ნახეთ, სანამ დავატევთ, კაი კითხვა ამ შემთხვევაში რა. კიდევ უფრო წინ მომავალი არაერთ განხილვაზე ყოფილა, ძალიან აქტიურად განიხილება ეს ყველაფერი, იქნება HR-ში. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მათ შორის, ანუ მეხუთე ელემენტი. მომავალი ეს არის, მე რო დღეს ვიყო თბილისის ხელისუფალი, ხო, გავცემდი განკარგულებას, რომ თანამედროვე მშენებლობები უკვე ყველა აბსოლუტურად იყოს ისე, რომ საფრენი აპარატების მიღება
შეიძლებოდეს მათზე, იმიტომ რომ როცა ეს მომენტი დადგება და ეს მომენტი დადგება, გარწმუნებთ, როცა გარდაუვალია და ანუ ის თუნდაც არავინ არ ელოდებოდა იმას, რომ დრონებით იქნებოდა ომი, ხო? თანამედროვე ომი უკვე არავინ არ მიდის საომრად. ეხლა იმ დღეს უსმენდი, რომ საკურიერო მომსახურება გადავა ძალიან მალე დრონებით. ჩინეთში უკვე ორი ქალაქია ესეთი, სადაც აქტიურად მუშაობს, ძალიან დახვეწილად მუშაობს მათ შორის და სპეციალური ანუ ამანაც მოგიტანს დრონი რა. კი, და სპეციალურ ადგილზე, ხო, სპეციალურ ადგილზე განათავსებს, ხო რატომაც არ მოხდა. გამონაბოლში არ აქვს მეთანახმავა. მაგრამ ეს მე სხვა პრობლემას აჩენს. კი, თუმცა ნახეთ მიწაზე ხო სულ იმას ვამბობ მე მაგალითად პირადად მე და ჩემი ის არის სპეციალისტები რომელიც ჩემთან ერთად მუშაობენ ამაზე რომ გზები ერთმანეთს შეხებად უნდა იყოს ასწენილი ან ნებისმიერი შუქნიშანი არის კიდევ ერთი წყარო დაბინძურების და შენელების და შეფერხების და საცობის რა თუ გზები ერთმანეთს შეხებად აცება ესტაკადა იგულისხმება მინი ესტაკადუკას ეძახით ამას აი მაგალითად იპოდრომთან როგორც გაკეთდა ხო ის კვანძი სადაც სულ საცობი იყო ეხლა საცობი არ არის რა ანუ ძალიან უშველა ამ პატარა მინი ესტაკადამ და ანუ იგივე შტატებში იგივე თუნდაც ხშირად მოგთხოვ მაგალითად რომ აღარ აშენებს ესტაკადას და ასე შემდეგ ანუ მაგას ამბობენ ხოლმე ძველი ქალაქები ბერლინის ცენტრს იმას ამას აღარ რაღაცებს ამბობენ ხოლმე იქ ესე არ არის პარიზი რაღაცები მოყავთ მაგალითი ვერ დავეთანხმები იმიტომ რომ ყველგან აბსოლუტურად სპეციალისტებთან ერთად იქაურ სპეციალისტებთან გავდივართ ხოლმე ამ ნიუანსებს და პარიზი მაგალითად სულ რაღაც 10 წლის წინ გააკეთეს გვირაბი რომელიც მთელი პარიზის ქვეშ გადის იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი მაგრამ ეგ არ ამცირებს მანქანების რაოდენობას და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ნახეთ, ანუ შრება დავაცილოთ, რასაც ვერ ვაცილოთ, ხო? აქ იქნებოდა შველა, იმიტომ რომ ცაში იმდენი შრე შეიძლება შექონა, ამ სატრანსპორტო შრეები იქნება, ეგეც ანუ სიმაღლეები იქნება კოორდინატებად მითითებული ამ საფრენ-აპარატებზე, სიტყვაზე შენ მიფრინავ 12 მეტრზე და რაღაც ზუსტად 12 მეტრზე. როგორც ავიაცია მუშაობს, ხო, ფაქტობრივად. კი ბატონო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც იქნება ძალიან მარტივი და პირიქით შეიძლება დღევანდელი ქალაქის ხელისუფლის შველაც კი იყოს, არ ვიცი რამდენად მალე იქნება ეგ, მაგრამ ის რომ აი აქ ჩვენ კი არ გავაკეთეთ გზები, თუ რომ ველოდებოდით რომ ეს იქნებოდა რა, მაგრამ რეალურად ეს იქნებოდა ძირს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისიც სულ ელექტრო იქნება და ფეხით მოსიარულეები ისარგებლებენ ქალაქის ეს ჩვენი ავტობუსები ელექტროა ახლა რაც ყავს? არა მგონი დიზელზეა დიზელზეა, ხო, ანუ მაინც გამონაბოლქვია ყველა. მე თუ მოვესწარი ამ ყველაფერს. აი მე ავიღებ მართვის მოწყობას ალბათ. რაღაცა მელოდიის ახლო წარსულზე ლაპარაკობს რომ მე მგონი ეს წარმოვიდგინე რომ ერთ კვირაში ეგრე კი ანუ უფრო მეცაც გეტყვით მაშინ რომ ხშირ შემთხვევაში მართვის მოწყობა საჭირო არ იქნება იმიტომ რომ მითითებით იქნება ეს ტრანსპორტები კი ანუ მიუთითებთ სამაზე ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს კი რა თქმა უნდა და ნუ ავტოპილოტი იქნება ვინც მართავს და რა თქმა უნდა იქნება ესეთი რომელსაც თვითონ მართავ რა საფრენი აპარატები ესეთი ალბათ უფრო ეგ სპეციალისტები იქნებიან სპეციალური ანუ პოლიცია ასე შემდეგ ვისაც შეიძლება სხვა მარშრუტები თვითნებურად შეცვალოს მაგრამ უსაფრთხოებისთვის როგორც უპილოტო მატარებლები არსებობს იგივე აეროპორტებში და ასე შემდეგ რომ ერთმანეთს ვერაფრით ვერ დაეჯახებენ იმიტომ რომ ზუსტად იცის ერთი და მეორე სად არის და თუ რაღაც არის მინიმუმ გააჩერებს ამ შემთხვევაში ესე იქნება ანუ მათ ერთმანეთს ეცოდინებათ რომელი სად არის და შეჯახება პრაქტიკულად თუ რაღაცა ტექნოლოგიაში გარღვევა ან ჰაკერი არ ჩაერთვა რაღაცა შეცვალა რაღაცა შიში სცენარი ხო მაგრამ ნუ მომავალი ესეთია რა ანუ იქნებიან ჰაკერები გარწმუნებს რომ ვინც კი რომელიც შეეცდება გაგიჩეროს მანქანა ხო და არის ბღუილებენ სავარაუდოდ აი მაგალითში მომწონს ეს არ არის რა მინდა გითხრათ ძალიან შორს არ არის იმიტომ რომ ამაზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ისე არის სადმე რამე პროტოტიპი არსებობს კი როგორ არის კი რა თქმა უნდა კი და ყველაზე წინ ამ მიმართულებით ჩინელები არიან ანუ ჩინელები ზოგადად ელექტრო მიმართულებით ძალიან წინ არიან ის კი არა გრანდები მსოფლიო ავტოწარმოების გრანდებიც კი ჩინეთში აკეთებენ უკვე თავიანთ ავტომობილებს ანუ ელექტროავტომობილებს ჩინეთში აკეთებენ იმიტომ რომ მათ გააკეთეს ის რომ სანამ დანარჩენი მსოფლიო აზრზე მოვიდოდა მოდი ესე ვთქვათ დაიწყეს ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობა და გინდა არ გინდა ანუ პროგრესიც მეტი აქვს და ძალიან წინ წავიდნენ ამ მიმართულებით და იქ ინერგება ყველა ეს მსგავსი რაღაცები იქ ინერგება აი გეტყვით რა დონეზე მარტივად ხდება ეს ყველაფერი რა მაგალითისთვის ერთ-ერთი პროექტი იყო რომ
აქ ჩვენთან საქართველოს დაბადებული იდეას გეტყვით რა, რომელიც ჩინელებთან უბრალოდ ესე ჩავიტანეთ ჩინელებთან, რომ რამდენად გამოვიდოდა ეს ყველაფერი და მათ თქვენს რომ თუ თქვენ პრობლემა არ გექნებათ ჩვენ ამას გავტესტავთ, რა პრობლემა ქონოდა, რა პატენტი, რის პატენტი. აჩუქეთ იდეა. კი და გააკეთეს და დღეს ძალიან წარმატებულად მუშაობს, მაგრამ გეტყვით რომელი პროექტია ეს გოგორო ქვია, ესეთი და ეხლა ესე დაარქვეს და იოლოდის ერჩება შეიძლება დასერჩოთ. ანუ სკუტერების გადაადგილების ესეთი მოწყობილობა, სპეციალური დაფა, სადაც ეს აკუმულატორები არის განთავსებული და ეს სკუტერი, რომელსაც დისპლეი აქვს, სადაც შეიძლება რომ წინასწარვე, ანუ თუ შენი ბატარეა გამოდის უკვე აღარ გაივლის ბევრ მანძილს, აქედანვე მიუთითებს სად არის უახლოესი, გიჩვენებს წერტილებს, პირდაპირ აკლიკებს სად, იქ შენთან მომლოდინი რეჟიმში ირთვება, მიდიხარ, შენს ბატარეას ამოიღებ, რომ მიადებ დისპლეის, ის გააღებ სპეციალურ უჯრას, ცარიელს, ამას ჩადებ და იკეთება, გააღებს დამუხტულს, ამოიღებ, ჩადებ და წახვალ. ეს პროექტი ამაზე წლების წინ ანუ რა ესე ლოკაციები იქნება სადაც შეიძლება შეცვალო გასამართ სადგურები სადაც არავინ არ არის მხოლოდ დაფებია რა მიდიხარ შეეხები გაიღება ჩადებ შენთან თვითმომსახურების არის რა და ამაზე დანერგეს ეს იმათ კი როგორ არა თქვენ ნახეთ კი ამაზე ანუ გეტყვით იმასაც ავიც კომპანიების გაჟღერება თუ შეიძლება ჩვენ რატო არ კომპანიების გაჟღერება თუ შეიძლება გეტყვით ამაზე ანუ უშუალოდ სოკართან მუშაობდით ამ პროექტზე სოკარმა მაშინ გამოთქვა ეს თქვა რომ განვათავსოთ ჩვენს გასამართ სადგურებზე ესეთი მოწყობილობები, ანუ ჩვენ უფასოდ დავმუხტავთ, რომ ანუ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიურ განვითარებაში და ეს პროექტი ანუ პირველად მათ ნახეს, მოდი ესე ვთქვა, სანამ ჩინელებთან ჩავიდო და შემდეგ უკვე ჩინეთში გავაგზავნეთ ეს პროექტი, რამდენად გამოვა, მათ უკვე ფასები და ღირებულებები ყველაფერი გამოვაგზავნეს უკვე, ანუ იყო ესეთი უცებ გაავზადეს. კი არის კომპანია Lion Transit ქვია კომპანიას, რომელსაც უნდა ემუშავა ამ მიმართულებით და მოკლედ ანუ ესეთ კარგად გაწერილი სქემა იყო და ჩინეთში უკვე მუშაობს და უკვე ავტომობილები შეიძლება ამ წყობაზე გადავიდნენ. ჩვენთან მაგარი იდეაა. ხო და ნუ ჩვენთან მზაობა სხვათა შორის მერიამაც გამოთქვა მაშინ ამაზე მზაობა, რომ ამის განთავსებისთვის მოგცემდნენ უფლებასაც და ასე შემდეგ. ანუ კარგი პროექტი იყო მარტივად რო თქვა და მაშინ არ მახსოვს ვინ იყო პრემიერი, მასთანაც გავიარეთ ეს ამბავი, კი რატომაც არა და ნუ აი ქართული ცვლილებების გამო სული ცვლებოდნენ მთავარი ფიგურები სახელმწიფოში, ვისთანაც ეს უნდა შეგვეჯამებინა და საბოლოო ჯამში ვერ გამოჩნდა. აი ეს სულ რო იცვლებოდნენ და იცვლებიან ხოლმე და ძალიან ხშირად რო ცვლიან ერთმანეთს. აი ეს ამის ბრალი ხო არ არის გზების ესე დაალაგება. აი თავიდან რაც თქვა რომ რაღაცა გეგმა გაქვს, მე რაც არ უნდა შეიცვალოს. მე რო ჩემი გეგმა მაქვს დაუშვათ და მე რო შევიცვლები რომ მოხვალ თქვენი გეგმით მოდიხართ, ჩემი არ მოგწონთ, შეიძლება პრინციპულად, შეიძლება მოგწონთ კიდეც, მაგრამ აი ჯინაზე არ აკეთებ. მე თქვენ წახვალთ სხვა მოვა და ერთმანეთის რაღაცა. სასაბაყნაროს. კი, ამიტომაც ჩემი აზრით ისე სტაბილურობა შევკრათ მაშინ გეტყვით როგორ მიმაჩნია ყოველს ანუ არ შემიცვლია ბოლოს 30 წელია. ამბობ რომ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ვისაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სხვა ქვეყნებთან მუშაობის, ქართველი სპეციალისტების, ანუ ერთ მაგიდასთან დასხდეს ყველა, ვინც ანუ აქაური პულსი იცის და უნდა შეჯამდეს რაღაცა ერთი გეგმა, რომელიც ყველა მხარეს ექნება ერთად ნამუშევარი. ანუ პოზიცია, ოპოზიცია ის მნიშვნელობა არ აქვს, სპეციალისტები ამ საქმეს ერთად დასხდნენ, შეაჯამონ ეს გეგმა, რომელი გეგმას დაიდება და შემდეგ უკვე აღსრულებაში უნდა გადაეცეს ქალაქის მმართველობას, რომელიც ვინც არ უნდა შეიცვალოს, ექნება მითითებული სპეციალური გეგმა, რომელსაც მიყვება და ქალაქი გახდება ისეთი. ხო, მარტო ქალაქ გეგმარებაში კი არა ზოგადად, ხო, ძალიან ისეთია და ბევრი რაღაც შეიძლება ასე გაკეთდეს, ხო. აი ვინ მოვა და ვინ მნიშვნელობა აქვს. დასკვნა ასე ვთქვათ რა, ჩვენი დღევანდელი საუბარი სპეციალურად შევარჩიეთ ესე, რომ მანქანის მოყვარული, მოდი ესეც შეიძლება ხო ითქვას რა, მოყვარული ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა გააზრებული აქვს ეკოლოგიური ასე ვთქვათ ბექგრაუნდი რა ყველაფრის და შენ პირიქით რომელიც საერთოდ არ გიყვარს მანქანები ჩემი არ იყოს და
საბოლოოდ აიცით როგორი რაღაცა სულ ყველას გონია ხოლმე რომ ეკოლოგიაზე როცა ზრუნავ ადამიანი რაღაცა ქვის ხანაშინა დაბრუნდე და ურმით იარო და რაღაცა პირიქით ეხლა წეღა რას თქვით ხო ეს დრონები შეიძლება ბევრად უფრო მდგრადი იყოს, ბევრად უფრო ეკოლოგიურად გამართლებული იყოს, ვიდრე ის რაც დღეს ხდება, ხო? ამიტომ რაღაცა ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასიკეთოდ ეკოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა და ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეს. კიდევ ერთხელ მიგვიყვანე ამ დასკვნამდე. მადლობა რომ გაგვიზიარეს ჩვენი ქვეითების ტკივილი და პრობლემები. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.